მას შემდეგ რაც ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩში რაღდნეთ 2008 წლის აგვისტოს ომის ეგრეთ წოდებული გმირი ივან ნეჩავი დასახელდა ქართველი სპორტსმენების სოჩში წასვლა არ წასვლის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. რას ფიქრობენ ხელისუფლება, სპორტსმენები და საზოგადოება? დღეს ამ თემაზე არჩევანში დისკუსია გვაქვს. ჩვენ უამრავი სტუმარი გვყავს მოწვეული, რომლებსაც მე ახლა არ წარმოგიდგენთ ყველას, რიგრიგობით დავასახელებ მას. ბატონო ლევან, თქვენგან დავიწყებ პირველი შეკითხვა. თქვენთან მექნება ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ სიტუაცია უფრო გამწვავდა, თუ გამოჩნდა, რომ რუსეთს უფრო მძაფრად მიყავს ამ ღონისძიების პოლიტიზებისკენ საქმე, მაშინ ხელისუფლება გადაწყვეტილებას გადახედავს. თქვენ როგორც მთავრობის წარმომადგენელი, როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე არ არის საკმარისად პოლიტიზებული ეს ღონისძიება? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები აქვს საზოგადოებას, სტუმრებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. Რა თქმა უნდა, სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ განვაცხადებთ, რომ ოლიმპიადაზე წასვლა არ წასვლის თემა დღეს არ განიხილება იმ მოცემულობიდან, რომელიც დღეს დგას, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეულებრივ ვართ პროვოკაციებს. ჩვენი ხელისუფლება პროვოკაციებს არასდროს არ აყვება, რადგან გვაქვს ის მაგალითი, რომელიც ჰქონდა 2008 წელს. შესაბამისად ეს მაგალითი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენ მეზობლებთან დავარეგულიროთ ურთიერთობა მშვიდობიანი გზით. ამიტომ გადაწყვიტა ჩვენმა ხელისუფლებამ სპორტი, კულტურა, ტურიზმი აირჩია იმ ხერხად, რომ ამის შემდგომ მოხდეს დარეგულირება სიტუაციის. თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისი იქნება ქვეყნის ღირსების. დიდი ბოდიში არ დამთავრებია. რა თქმა უნდა, პროვოკაციები არის, ეს პროვოკაცია არის უკაცრავად უფრო დიდი პროვოკაცია არის ის საზღვრის გადმოწევა თუნდაც ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ამ პოზიციას და პოლიტიზირებული სპორტი, რომელიც შემოგთავაზა ჩვენმა ოპონენტმა, ამ გზით არ უნდა ვიაროთ. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ რეაგირება, უფრო სწორედ რეაგირება გააკეთა ოლიმპიურმა კომიტეტმა მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩაბმულია ჩვენი საგარეო უწყებაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ თანმიმდევრულად კიდევ ერთხელ განმეორდები უნდა მივყვეთ და გამოვიყვენოთ ის ხერხები, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ამოწურული. მე კიდევ ერთხელ გამემეორებ, მთავრობამ განაცხადა, რომ მიიღებს ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის სახელმწიფოს ღირსების შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე არ არის საკმარისად შელახული სახელმწიფოს ღირსება, როდესაც ადამიანი, რომელიც ქართული სოფლების ბომბარდირებაში იღებდა პირდაპირ მონაწილეობას, ამისთვის გმირად არის შერაცხული და ერთ-ერთი მეჩი რაღდნეა. რა თქმა უნდა, მე დაგეთანხმებით, მეც პიროვნულად არ მსიამოვნებს ეს სიტუაცია. და არავის ალბათ ქართულს, ვინც პატრიოტი და ვისაც თავის ქვეყნისთვის გული შეტკივა, არ სიამოვნებს ესეთი რამ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი პოზიცია არის ურყევი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ბოლომდე ის სიტუაცია და ბოლომდე არის მშვიდობიანი გზით მოგვარება იმ პრობლემით, რომელიც დღეს ქვეყანას უდგას. და ის პრობლემა, რომელიც იყო, ანალოგიური სიტუაცია იყო პროვოკაციების 2008 წელს, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო პროვოკაციას და ჩათრეული იქნა იმ დიდ ავანტიურაში, რომელიც შესაბამისად კრახით დასრულდა. ამიტომ ჩვენ ვერ გავიმეორებთ იმ შეცდომებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაუშვა. ბატონ გიორგი, რამდენად ეთანხმებით თქვენ რეინტეგრაციის მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ არ არის საჭირო ზედმეტი ჩხირკედელაობა, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება მეჩი რაღდნე? და ამის გამო გადაწყვეტილების შეცვლა. იდეა ერთია, მე ვთქვათ, ჩემი გამოხატვის, ჩემი საშუალება მაქვს, ჩემი აზროვნება მაქვს. რა თქმა უნდა. ჩხირკედელაობა შეიძლება ამ სიტყვაზე დაიჭირო, რაშიც ძალიან გაწაფულები არიან ჩვენი ოპონენტები, თუმცა ახლა ამ თემაზე ლაპარაკი აქ არის სერიოზული პროვოკაცია დავარქვათ, სერიოზული ვითარება. ესე ადვილად არ არის საკითხი. სპორტის მესვეურები, რასაკვირველია სპორტული მხრიდან, სპორტის და პროფესიონალური მხრიდან დაახასიათებენ ამ ვითარებას, მაგრამ მე როგორც მონაწილე პირველ ეტაპზე, ვთქვათ, იგივე სააკაშვილის ხელისუფლებაში 2004-დან 2006 წლის ივლისამდე მე გაიყო ჩვენი გზები. სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ არის საჭირო ვითამაშოს სერიოზული პოლიტიკური თამაში, როდესაც გთავაზობენ პოლიტიკურ თამაშს. არ შეიძლება ის ჭადრაკს გეთამაშებოდეს და შენ კიდე ფრებუნთის მოედანზე იდგე, რა სპორტული სახეობები ახსენ. აქედან გამომდინარე, ჩვენებობთ, რომ ეს არის პროვოკაცია, რისი მიღწევა უნდა რუსეთს ამ პროვოკაციით? თუ საქართველოს წამოიდება ამ პროვოკაციას, რა მოხდება მაშინ? არა, ჩვენ შორი გზა გვაქვს გასავლელი, რაც არ უნდა შორი იყოს, პირველი ნაბიჯები გადასადგმელია.
ყველა შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ძალიან ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა. სწორედ აქეთკენ მივდივართ, ახლა მოვდივარ შეხვედრიდან, სადაც საკმაოდ ბევრ საერთაშორისო წარმომადგენელს ვესაუბრე საკითხებთან დაკავშირებით. არ შეიძლება გამოვჩნდეთ როგორც პროვოკაციაზე პროვოკაციის პასუხებელი. იცით, ეს არასდროს სიკეთემდე არ მეკითხოს. თუ შენ ამ სპორტული ღონისძიებებიდან გამომდინარე სპორტულ დაფაზე ცდილობენ შენს გადაყვანას, უნდა გადახვიდე და ითამაშო ისე, რომ ეს მხარდაჭერა იყოს შეუქცევადი და იყოს ძლიერი. კარგი მხრით უნდა გამოვჩნდეთ. სწორები, მართლები უნდა გამოვჩნდეთ. სამწუხაროდ აგერ ლევანმა თქვა, რაღაც საკითხები იყო ისეთი სერიოზული, მძიმე, დრამატული, შეცდომებით ახსავსე, როდესაც ვიღაცა ეცადა, რომ არასწორად გამოვჩენილიყავით და ახლა ჩვენ ვცდილობთ იმ ჩიხიდან გამოსვლას, რომელიც შეიქმნა სწორედ გაუთვლელი ნაბიჯებით და აჩქარებით. პოლიტიზებული, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკა თავისთავად სპორტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც თავისი წესებით უნდა თუნდაც დღევანდელი შეხვედრაც ყველაფერი პოლიტიზირებულია, განსაკუთრებით ჩვენს ვითარებაში, რომელშიც დღეს ჩაგვაგდო ხელისუფლებამ, რომელმაც არასწორად იმოქმედა თავის დროს. ბატონ ნიკა, დღეს თქვენ განაცხადეთ, ხაზი გაუსვით იმას, რომ ეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ქართულმა სპორტსმენებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული, თუმცა თქვენ ამის წინააღმდეგი იყავით. ეცეთ რაშია საქმე? პირველ რიგში საღამომშვიდობისა ყველა თქვენ მაყურებელს. მე ვთქვი და ვიმეორებ იმას, რომ არ იყო კარგი იდეა მაშინ 2008 წლის ომამდე ხმის მიცემა ჩვენი თანხმობის გაკეთება იმ კენჭისყრაში, როდესაც სადაც დამტკიცდა, რომ ეს ჩატარდება რუსეთში, სოჩში, იმიტომ რომ ჩემი აზრით მოწინააღმდეგები გამოჩნდნენ სწორედ 2008 წელი იყო ერთ-ერთი ეპიზოდი რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობაში, მძიმე ეპიზოდი, მაგრამ იყო იმ ჯაჭვის ნაწილი, რომელიც მომდინარეობს 92-93 წლიდან. ოკუპაცია 2008-ში არ დაწყებულა. დაიწყო ეს იმ დღიდან, როდესაც საქართველოს გადაწყვიტა, რომ იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, იმ დღიდან რუსებს ჰქონდა ეგრეთ წოდებული მომზადებული გეგმები, თვითონ ამას ზაგატოვკებს ეძახიან, რაც აამუშავეს, როგორც კი საქართველოს დაადგა თავისუფლების გზას. ამ წუთას იმის თქმა, რომ ჩვენ ამას არ წამოვეგებით და ჩვენ კეთილგონიერად მოქმედებთ, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ეხლა ლევანი არ არის პოლიტიკოსი და წარმოადგენს აქ სპორტულ საზოგადოებას და მესმის, ეს ცალკე ინტერეს ჯგუფია, რომელსაც უნდა რომ საქართველოს მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადაში. იმიტომ რომ ეს ხალხი ამისთვის წლობით ემზადება და ეს მათი ბუნებრივი უფლებაა და მათი პროფესია, ეს გასაგებია მთლიანად. მაგრამ მეორეს მხრივ არის ასევე ძალიან დიდი ჯგუფი ქართველებისა, ჩვენი თანამოქალაქეების დაახლოებით 500,000 ადამიანი, ვინც გამოდევნილია თავისი კარმით ამოდან და გამოდევნილია რუსის საოკუპაციო ჯარის მიერ. ამას დაემატა პლუს ივან ნეჩაევის მიერ. მათ შორის ივან ნეჩაევის მიერ, ვისაც ჩააბარეს, როგორც ვიცით, ჩირაღდან ტვირთელობა როგორც გმირს. ამაზე კარგი და გასაგები მომენტი იმისათვის, რომ თელმა მსოფლიო მიაქციოს, მიაპყროს ყურადღება ამ პრობლემას, რასაც ქვია ოკუპაცია, იმისთვის, რომ როდესღაც მომავალში და ეს დრო აუცილებლად დადგება, ჩვენ მივახციოთ დეოკუპაციას, საქართველოს შეიძლება დიდი ხანი არ ქონდეს. ოლიმპიადა მასშტაბური რაღაცაა და ჩვენი პროტესტი იქნება სავსებით გასაგები, ჩემი აზრით, მთელი მსოფლიოსთვის, რომ ეს ჭრილობა არის მოუშუშებელი და საჭიროებს მკურნალობას და საჭიროებს თავისუფალი სამყაროს აქტიურ ჩარევას, რასაც სხვათა შორის ბოლო 1 წლის განმავლობაში მოაკლდა სერიოზულად მუშაობა ახალი ხელისუფლების მხრიდან. მე ვერ ვიხსენებ ერთ-ერთ საერთაშორისო რეზოლუციას, ვერ ვიხსენებ საგარეო პოლიტიკის ისეთ აქტიურობას, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების პირობებში და არა იმიტომ, რომ მე მას წარმოვადგენ, ეს მართლა ესეა. ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო ურთიერთობის დათბობა და ეს ურთიერთობის დათბობა და ახალი პოლიტიკა რუსეთის მხრიდან დაფასდა ბჭყალებში ახალი მავთულხლართები და ბოლოს აი ნეჩაევის პერსონაჟის მოწინავე პლანზე გადმოწევით. ასე რომ ეს პოლიტიკა წამგებიანია, ის პოლიტიკა, რომელსაც გვთავაზობს ლევანი და დღევანდელი ხელისუფლება,
პროვოკაციებზე არ წამოგება ეს ლამაზი სიტყვა, მაგრამ სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოსაგვარებელი პრობლემების რადარიდან ნებაყოფლობით ჩამოგვაქვს ჩვენი საკითხი და დანარჩენი მსოფლიო გარწმუნებთ, ჩვენ თუ გავჩუმდებით, საერთოდ ხმას არ ამოიღებს ამაზე. და როცა დრო მოვა ჩვენი ლეგიტიმური პრეტენზიების წამოსაყენებლად და დასაკმაყოფილებლად და ეს მოხდება, როცა პუტინის პოლიტიკა და ერა დამთავრდება ეს აუცილებლად. აი მაშინ დანარჩენი მსოფლიო ესე თუ გავაგზავნოთ, გვეტყვის რომ ძმებოდა დებო კი, მაგრამ თქვენ ოლიმპიადაზეც იყავით, ორმხრივ მოლაპარაკებებიც რუსეთთან გააქვთ. არაფერზე არ გამოგიცხადებიათ წლების განმავლობაში პრეტენზია. ეხლა რაღაც ედავებით. დამთავრებულია ეს სიმღერა. ამიტომ ეხლა არის მომენტი, როცა ძალიან ხმამაღლა უნდა გამოვაცხადოთ პროტესტი, იმიტომ რომ მივიპყროთ ყურადღება. ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა, რომელიც საჭიროებს თავისუფალი სამყაროს ძალიან დიდ აქტიურობას. ბატონ ნუგზარ, რამდენად თვლით თქვენ, რომ თუნდაც ნაწილობრივ შესაძლებელია მეორე მხრიდან ამ ფაქტის გაანალიზება და იმის თქმა, რომ აი 14,000 მეჩი რაღნია და რატომ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი სპორტსმენების წარმატება და თუნდაც ის, რომ საქართველო გამოჩნდეს როგორც წარმატებული, როგორც სპორტულად მათ შორის წარმატებული ქვეყანა, ასეთ დიდ ღონისძიებაზე, რატომ უნდა გადავაყოლოთ ყველაფერი ეს 14,000-დან ერთ მეჩი რაღნეს? ძალიან დიდი მადლობა, მეც მივესალმები საღამოშო კრებულ საზოგადოებას. ძალიან საინტერესო შეკითხვა არის და მე კითხვით მოგმართავდი, რატომ გახდა ცნობილი მაინც და მაინც ამ ადამიანის ვინაობა იმ 14,000 მეჩი რაღმიდან. ჩვენ ხო ვერასდროს ვერ გავიგებდით რომ თქვათ აი კალუგიდან რომელიმე ქალაქამდე რომ გადაეტანა ამ ნეჩაევს ეს ჩირაღდანი და რომ ეს არ გამოიცხადებინა სამივე რუსულ ტელევიზია, სამივე მთავარ რუსულ ტელევიზია. ჩვენ ამ ადამიანის ვინაობა სავარაუდოდ ვერასდროს ვერ გავიგებდით. ამიტომ სრულიად ცხადი არის რომ შეგნებულად იქნა ეს ადამიანი წამოწეული წინა პლანზე და სწორედ ამიტომ ამბობ ჩვენ რომ ეს არის მძიმე პოლიტიკური პროვოკაცია რუსეთის მხრიდან. ეს არის ოკუპაციასთან შეკითხვას, რომელიც მე ბატონ გიორგის დავუსვით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რისი მიღწევა უნდა რუსეთს ამ პროვოკაციით? რუსეთს უნდა იმის მიღწევასაც ცდილობს მაგალითად დიჩი მავთულხარათების გაბმით. დღეს უკვე კიდევ ერთი ახალი სოფელი შეემატა, იცით, რამდენიმე ჰექტარი კიდევ ჩამოაჭრეს სოფელი აძუეს უკვე გორის რაიონი არის, მანამდე დვანში. რუსეთს უნდა იმის მიღწევა, რის მიღწევაც სურდა ოკუპაციის დროს 2008 წელს, კიდევ მანამდე, როდესაც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძოდა. ამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გავითვალისწინოთ თავარი პოლიტიკური კონტექსტი, ზოგადი პოლიტიკური ტენდენცია რა არის. რუსეთი მოდის წინ, ის აი ახლა დღეს თუ გუშინ გამოქვეყნდა უკვე რომ თურმე ყველაზე წარმატებული ნაბიჯი რაც იყო დღევანდელი ხელისუფლების რომ ღვინოები შევქონდა რუსეთში, უკვე ამ ღვინოზეც ემბარგოს აწესებს ონიშჩენკო. შეგო რომელიც აგრეთვე ერთ-ერთი მეჩი რაღნე იყო. დიახ, გადმოდის ეს მავთულხარათები უფრო და უფრო წინ, ეს არის ერთიანი პოლიტიკური კონტექსტი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ სისტემური მარცხი მოხდა იმ პოლიტიკის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ატარებდა და დეკლარირებდა ერთ წლის განმავლობაში. აღმოჩნდა რომ საუბარი იმაზე რომ თითქოს და რაღაც ვერბალური ტონალობების გამო, პრეზიდენტის გამონათქვამების გამო არის ეს პრობლემა, ხო ეს უკვე სრულიად განხარებული არის. პრობლემა არის ფუნდამენტური. რუსეთის სახელმწიფოს არ სურს საქართველოს შედგეს სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელიც თვითონ აყალიბებს თავის საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ორიენტირებს. აი ეს არის უმთავრესი პრობლემა და ამიტომაც იყო ეს ნეჩაევი წინაპლანზე წამოყენებული და მეცაც გეტყვით, რახან ეს ნეჩაევი წინ წამოიყვანეს აგვისტოს ომის ეგრეთ წოდებული გმირი, ეს სრულიად ნათლად მიუთითებს როგორი ტენდენცია იქნება თვითონ ოლიმპიადის მსვლელობის დროსაც და მანამდე და ჩვენ ყველანი ამას ვნახავთ. არ არსებობს მინიმალური შანსიც კი, რომ რუსეთმა და პუტინმა საკუთრივ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის პოპულარიზაციისათვის. და თქვენ ფიქრობთ, თუ საქართველოს ახლა გადადგას იმისათვის, რომ არაღიარების პოლიტიკა შემდგარიყო და რა ნაურუს და ესეთ ქვეყნების გარდა არავის არ დაეჭირა მხარი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სამაჩაბლოს დამოუკიდებლობისათვის, აი ახლა ძალიან მაღალი არენიდან, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება აქეთკენ იქნება მიპყრობილი, ჩვენ მივიღებთ პოპულარიზაციას ამისი, ისევე როგორც მივიღეთ აფხაზეთის ეკოლოგიის განადგურება უკვე და ინერტული მასალა იმ რაოდენობით არის გატანილი, რომ მართლა ეკოლოგიური კატასტროფა არის იქ, ისევე როგორც მივიღეთ მრავალ 10,000 ტურისტს, რომელიც შევა აფხაზეთში როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში და ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უარს ამბობს აი ამ იმაზე, რაც იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის განსაზღვრელი. უარს ამბობს იმაზე, რომ ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ იცით რა პოლიტიკა სპორტი არ არის. ჯერტი ვეთანხმები აქ წარმოთქმულ სიტყვებს, რომ
პოლიტიკა არის ყველგან და მეორეც მე მინდა გაგახსენოთ რომ სანამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ჩვენი მიიღებდა გადაწყვეტილებას სოჩის ოლიმპიადას წასვლასთან დაკავშირებით რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური განაცხადი და აი ესეთ მაღალი დონის ფიგურამ პოლიტიკური განაცხადი გააკეთა რომ საქართველოს წავა სოჩში. ამიტომ ჩვენი მხრიდანაც ეს არის პოლიტიზებული საკითხი და როდესაც აი ესეთ თამაშში შედიხარ შენ მტერთან მიიღებ იმას რაც ჩვენ მივიღეთ ნეჩაევის დასახელებით. აი ეს არის და ეს. შეიძლება დავამატო რაღაც. დიახ, ბატონმა ლევანმა უპასუხოს და შემდეგ აი, მე ვარ. დიახ. გასაგებია ბატონების პათოსი, ეხლა თავისთავად ეხლა პოლიტიკური დებატაღელვა პიკში ადის, არჩევნებია. რეანიმაცია უნდა მოხდეს და სახეები დავინახე ყოფილი ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი მინისტრის, რა თქმა უნდა, ეს თემა მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ცხელია და უნდა მოეჭიდოს ეს პოლიტიკური ძალა ამ ყველაფერს. თქვენ თავად ბრძანეთ, რომ ეს იყო პროვოკაცია, თქვენ პროვოკაციას აყევით 2008 წელს მე გავახსენეთ ბატონ გიასაც ყოფილ პრეზიდენტს ოლიმპიური კომიტეტის როგორ თქვენ მოწმე ბრძანდებოდით და ალბათ ხმამაღლა შეგიძლიათ დღეს თქვა როგორ მოუწოდებდა თქვენი პრეზიდენტი ოლიმპიადიდან წამოსვლას გუნდისას 2008 წელს და როგორ პროვოკაციებზე მიდიოდა და რა განცხადებებსაც აკეთებდა თუ ამის თქვენ ვერ საზოგადოების წინაშე ვერ გააკეთებთ ამ განცხადებას არა ის რამოდენიმე ხნის მერე მაინც მოხდება თქვენ ბატონო მინისტრო კი არ იყავით იმ დროს, მაგრამ კარგად იცით რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა პოლიტიზირება სპორტის. ამიტომ ეს პათოსი თქვენი გასაგებია ბატონებო, რა თქმა უნდა ჩვენ ვიძახით, რომ ეს სიტუაცია არის რთული, შესაბამის ნაბიჯებს ჩვენ ვდგავთ გამომდინარე სიტუაციისა, მაგრამ არ უნდა იყოს ეს გამოყენებული აი რაღაც აჟიოტაჟის შესაქმნელად, რომელიც დღეს სწორედ ეს აჟიოტაჟი შეიძლება. რატო არ შექმნით ეს აჟიოტაჟი რამოდენიმე თვის წინ? რატო ხდება ეს დღეს, როცა რაღაც მე ჩირაღდეზე იმ 14,000-დან რამდენი არის საქართველოს მომხრე. მე იმასაც მოგიყვებით, რომ რუსეთში იყო კაზანში საუნივერსიტეტო სპორტის დღესასწაული, იგივე ოლიმპიადა ქვია იმას, ხო? უნივერსიადა. ჩვენმა გუნდმა იქაც მიიღო მონაწილეობა 8 медали მოვიპოვეთ. რუსეთის სტადიონზე საქართველოს დროშის გამოჩენისთანავე 40,000 რუსი ადგა და გრუზიას ყვიროდა. ამაზე გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენ ვიცით რომ არის აგრესიული რუსეთი, არის ის მშვიდობის მოყარე რუსეთის, ხო? აი ამან მოგცა ჩვენ იმის საბაბი ვთქვათ, რომ შესაბამისად კიდევ არ არის ამოწურული ის მშვიდობიანი გზები. ჩვენ პირველ რიგში ჩვენ ხალხზე უნდა ვიზრუნოთ და არა პოლიტიკურ ინტერესებზე. თქვენ პოლიტიკურ ინტერესებს მე მგონი შესწირეთ სპორტის და ყველაფერის და დღეს ესე არ ხდება. ბატონ ნიკა. ოდიში მე არ ვაპირებდი ხა კამაც ლევანთან, იმიტომ რომ მეგონა რომ ეს წარმოადგენს სპორტსმენების ინტერესს და მათი ბუნებრივი ინტერესია წასვლა. ახლა პოლიტიკურ კამაჩი შემოდიხარ, მაშინ ამას პასუხის გაუცემლად ვეღარ დავტოვებ. ოდიში რას ქვია აჟიოტაჟს ქმნი? აჟიოტაჟი შექმნით უკვე, იმიტომ რომ ესეთი სიტუაციაა. ოდიში, მაგრამ ეხა მე მგონი ზედმეტად დაემსგავსეთ თქვენ პრემიერ-მინისტრს. რაზე ვქმნით აჟიოტაჟი, ჩვენი საქმეა ეს. თქვენი გასარჩევი არ არის. თქვენ ვილაპარაკეთ თქვენი პოზიცია. არ საუბრობთ, მაგალითად დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ პეტიცია შემუშავონ და მშვიდობიანი აქციებიც კი გამართონ. როგორც კი დაათბეთ ურთიერთობა, იმ წუთას 10 ჯერ უფრო მეტი აგრესია წამოვიდა იქიდან. ოლიმპიადაზე როგორც კი გავაკეთეთ განცხადება, რომ მივდივართ, სამხედრო დამნაშავე ჩაუყენა მთელ ამ სვლას მეჩირაღდნეთ წინ. მეტი რაღა უნდა მოხდეს ერთი, რო იძახი ჩვენ ვაკვირდებით. რას მოგიტანს ის ბოიკოტი? ის ბოიკოტი ნიშნავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებას, რომელიც გუშინ იყო და საკმაოდ ადეკვატური იყო ეს განცხადება. ოლიმპიური კომიტეტის ბოიკოტს ნიშნავს ეს. ეხლა მე პაბზე მეტად ვცდილობ კათოლიკობას შენ. გუშინ ესე იყო, გუშინ განცხადება იყო საკმაოდ ადეკვატური, რომელშიც ითქვა რომ ჩვენ ამას შევხედავთ. ვადასტურებ. არა დასტურებ. შენ სხვა რამეს ამბობ. ბატონო ლევან, თქვენ თვლით რომ ბოიკოტმა თავისთავად რაიმე რეალური შედეგი უნდა მოიტანოს, იმიტომ რომ ამის პრეცედენტები არსებობს ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში ფინეთმა თქვა მაგალითად უარი, მაგრამ არა იმიტომ რომ რაიმე შედეგი მოიტანა. რახან ახსენეთ, მაგალითად მაშინ დროშის 80-იანი წლების ბოლოს სოფლიო თანამეგობრობამ თქვა უარი ბოიკოტზე. და მე შეგახსენებთ ამერიკელი სენატორის გამონათქვამს, რომლებმაც ჯაშუშთან დაკავშირებით მიიღეს სენატში, რომ ბოიკოტირება არ არის ის გამოსავალი, რომელიც უნდა გააკეთოს ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ. და ეს იყო განცხადება სულ რამოდენიმე დღის წინ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ინფორმაცია და არა, სენატორმა განაცხადა. რამდენი სენატორია იცით ამერიკაში?
და ყველას თავისი აზრი აქვს. ის რამდენიმე ჩირაღდნია, ხო იცი თქვენ? ხო და სწორედ ის მეჩირაღდნე გამოგვიყვანეს ჩვენ, რომელიც ჩვენ რეაგირება მოხდა. ეხლა ამას ხო უნდა შევხედოთ თვალებში, ეს ხო რეაგირება მოხდა. თანადო ადეკვატური რეაგირება, რომელიც რაც გინდა ისქენით მაინც წამოვალ ოლიმპიადა ეგარი. თანამეგობრობა, სოფლიო თანამეგობრობა ჩააყენა საქმის კურსში. ამ ხელისუფლებამ მიმართა და სოფლიო თანამეგობრობამ უნდა გამოხატოს ამაზე პოზიცია. მაგრამ ეს საკმარისი არ არის ჩემო პასუხი. იმიტომ რომ ერთ-ერთი არ მოყვებოდა პასუხი. ერთ-ერთი არ მოყვება. ოლიმპიური კომიტეტი არის გაეროს წევრი ორგანიზაცია. წითელი ჯვარი და ოლიმპიური კომიტეტი არიან გაეროს წევრები ხმის უფლების გარეშე. ჩვენ თუ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყნებთან, ჩვენ შეგვიძლია ამ გზებით შესაბამისი რეაგირება გავაკეთებინოთ. მაგრამ ბოიკოტი არ არის ის გზა, რომელიც ჩვენ, რა თქმა უნდა, შევხედავთ იმ გზას, რაც იქნება მომავალში, ხო? ადეკვატური რეაგირება პასუხი მოყვა. მავთულხარტების გავლის დროს სრულიად ფანტასტიკური ვერსია წამოაყენა ბატონმა ივანიშვილმა, თქვა რომ ალბათ რუსები ამ მავთულხარტებს დიცთან, დვანთან, რომელიც არის რამდენიმე ასეული კილომეტრი დაშორებული სოჭიდან, იმიტომ აბამენო ალბათო, რომ ტერორისტული საფრთხეს გრძნობენო და აი ეს უნდა რომ თავი დაიცვანო. აი ამ განცხადებას, რომელიც სამარცხვინო და სასაცილო იყო, მე მგონი ყველა ჭკუატყოფილი ადამიანისათვის მოხვა დიახ ჯეიმს აპატურაის განცხადება, რომ ნატო ამას არ უყურებს ასე რომ შეიძლება რაიმე საფრთხე შეიქმნას და ტერორისტმა რომელსაც გადაწყვეტილი აქვს თავდასხმა სოჭის ოლიმპიურ ობიექტებზე მაინც და მაინც საზღვარი გადალახოს ქართლში და ამიტომ არის მავთულხარტები. ამიტომ კიდე უფრო იხლართება დღეს ხელისუფლება. მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ყველა ჩვენგანისაგან განურჩევლად პოლიტიკური მისწრაფების ელოდება სამართლიან და პატიოსან პასუხს. და ეს პასუხი უნდა იყოს არა იქ, სადაც ჩვენ ღირსებას თელავენ. არა ქართულ დროშას იქ, სადაც პუტინმა, ქართველების მკვლელმა, რამდენიმე ასეული ადამიანის მკვლელმა და 500,000 ადამიანის გამომკვლელმა საკუთარი სახლებიდან უნდა მიიღოს ეს აღლუმი. აი არა, ეს არის ქართული საზოგადოების პოზიცია, ჩემი ღრმარწმენდა, არა იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით ეს აჟიოტაჟი, ვერავინ ვერ შექმნის ამ აჟიოტაჟს. იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება არის პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე საზოგადოება და პირიქით ის უკარნახობს იმას, თუ როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ. აი ესეთი გახლავთ ჩემი. მადლობა, მე დაგიბრუნდებით, მინდა დარბაზთან გადავიდე და ისევ დაუბრუნდებით ჩვენს სტუმრებს. ბატონო გია, თქვენმა სახელმა გაიჟღერა და ბატონმა ლევანმა თქვა, რომ ქონდა ადგილი საუბარს 2008 წელს იმის შესახებ, რომ ქართველი სპორტსმენები მაშინაც წამოსულიყვნენ ოლიმპიადიდან. ქონდა ასეთ პროცესი? მე მინდა მანამ დავიწყებდე საუბარს, მე უფრო ალბათ სხვა თემაზე უფრო მეტად საინტერესო იქნება ჩემი საუბარი, იმიტომ მე უფრო შიგნით ვიცი რა ხდება ოლიმპიურ კომიტეტში, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და რა მექანიზმები არსებობს და რა საშიშროება არსებობს, ან რა აქვს პლუს და რა აქვს მინუსი ამ ჩვენს პოლემიკიდან გამომდინარე ამ საკითხებს, მაგრამ პირველი მინდა უთხრა ბატონ მინისტრს, რომ უბრალოდ საქართველოს ყავდა სულ 5 ოლიმპიური კომიტეტის 5 პრეზიდენტი. და ალბათ უნდა იცოდეს 2008-ში მე ვუყავთ ოლიმპიური პრეზიდენტი, გას არაფერთა ამდეობა არ მქონდა და მე როგორც ტურისტი ვიყავი, ჩასული ტურისტი და ამიტომ მე არც ერთ გადაწყვეტილებაში იქ მონაწილეობა არ მიმიღია საერთოდ არა. რა თქმა უნდა არა და მეორე ის რომ გადაწყვეტილება იყო ისეთი რომ უნდა წამოსულიყო თუ ესე გადაწყდებოდა რა ანუ თუ ითქმებოდა არა სპორტსმენებმა არა მე გეტყვით არა იცი უბრალოდ თქვენ თქვით რომ ოლიმპიურ მე არ ვიყავი მე უბრალოდ ვიცოდეთ რა მე ოლიმპიურ კომიტეტთან არავითარი შეხება არ მქონდა მე ვიყავი ტურისტად ცხოვრობდი ჩაულებრივ არც სოფელში ცხოვრობდი არც არაფერი თუმცა იქ იყავით მონაწილე იმ პერიპეტიებში რა თქმა უნდა მეორე თუ შეიძლება არა კიდე ერთი ისიც მინდა იქნა გაჟღერებული, თუმცა არც მაშინ არ ვიყავ პრეზიდენტი, მაგრამ რო ვიცოდეთ, რომ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს ხმა არ ქონია ამ არჩევნებში სოჩისთვის მიეცათ თუ არა ხმა. ანუ ქალაქს საერთოდ ეს ჩვენ არ გვიტყვით. არა, ის საერთოდ ვამბობ რა, რომ ქალაქს ირჩევს ოლიმპიური კომიტეტის წევრები. ესეთი სტრუქტურა არსებობს, სადაც შედის 125 წევრი. ეს წევრები არ არიან წარმოდგენილი ქვეყნების მიხედვით. მაგალითად რუსეთს ყავს 4 წევრი, ახლა შვეიცარიას ყავს 6 წევრი. ეს ისეთი პრინციპია, რომელსაც ახლა ჩამოყალიბდებ. ამას საუბარი შორს დაგვიყვანეთ. დღეს როგორ ფიქრობთ? როგორ უნდა მოიქცნენ სპორტსმენები? და რას ვაკეთებდით ჩვენ? მოდით ესე გეტყვით. აქ არსებობს 4 ვარიანტი, რომელსაც ჩვენ ვიხილავდით და 4-ვე ვარიანტზე მუშაობდით. პირველი ეს არის რომ მიიღო მონაწილეობა, ბუნებრივია და ჩვენ ამაზე ფიქრობდით, ბუნებრივია, იმიტომ მე მქონდა იქ საუბრები თავიდანვე და თუ შეიძლებოდა სიტუაცია
რომ დაალაგდებოდა ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, შეიძლება ეს ოკუპაციისგან გამომდინარე ეს პრობლემები, ბუნებრივია, რატომ უნდა მიგვიღო მონაწილეობა და ამის დასტური არის ის, რომ ჩვენ ვაგრძელებდით დაფინანსებას ზამთრის სპორტის სახეობის, რაც დამთავრდა ვანკუვერი 2 წლის განმავლობაში, ჩვეულებრივად იმ მასშტაბებით, როგორც ხდება ხოლმე დაფინანსება, ეს ყველაფერი გრძელდებოდა. მეორე ვარიანტი არის ეს არის ბოიკოტის ვარიანტი, ხო? ბოიკოტის ვარიანტი არის საკმაოდ, რა თქმა უნდა, რთული ვარიანტია, ეს თავის ხიფათებს შეიცავს, აქ თავისი, რა თქმა უნდა, მინუსებიც, მაგრამ ამას ჭირდებოდა სერიოზული მუშაობა. ესეთი ბოიკოტი ოლიმპიურ კომიტეტთან დაკავშირებით და ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით ბევრჯერ მომხდარა. ეს არ არის მხოლოდ მოსკოვი და ლოს-ანჯელესი. დაახლოებით 30-ზე მეტი ესეთი შემთხვევა არსებობს. თუმცა ამას არასდროს არ გამოუწვევია თქვათ გარიცხვა ან შეჩერება წევრობის ოლიმპიური კომიტეტის არ მოყოლია. იმიტომ რომ ამაზეც არის არ მოყოლია აქამდე, თუმცა საშუალება მაინც არსებობდა. მე არ ვამბობ, რომ ამის საშუალება არ არსებობს. უბრალოდ იქ მუდამ ჭირდება ამაზე მუშაობა თვითონ წევრებთან, თვითონ იმ ხალხთან, ვინც ამას გადაწყვეტილებას იღებს. ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენ მაგალითად პირველივე ჩასვლაზე 2005 წელს მოვსინჯეთ ეს ვარიანტი, პირველი ვარიანტი, რომ აქ იცით რა არის, უნდა იცოდეთ სქემა, ხა მე ამ ოლიმპიურ კომიტეტში იქ არის უბრალოდ აღმასრულება, მთლიან ოლიმპიურ კომიტეტში არის ხა 50 წლის კაცი და ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი იქ რა. ანუ ეს არის ხალხი, რომლებიც არიან 65-70 წელს ზევით ხალხი. საკმაოდ ისეთი ხალხი, რომელსაც აქვს თავისი წარსული, ძველი პოლიტიკური მოღვაწეები, ბიზნესმენები, ისინი საკმაოდ სნობისტური მიდგომებითაც ძალიან კარგად გამოირჩევა და პირადი ურთიერთობები ძალიან ბევრ რამეს იქ იმას. პირველი რაც ჩვენ დავაყენეთ, ხა რო გითხრათ, რომ ძალიან გული აუჩუყდებოდათ, რომ აფხაზეთის პრობლემაა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა, ამაზე იქ ჩინეთსაც იგივე პრობლემა ქონდა და მიიღეს ბუნებრივია. ან ეკოლოგიაზე. აქ ჩვენ პირველის დავაყენეთ მაშინ, რომ ეს არის უსაფრთხოების პრობლემები არსებობს რეალურად. და როდესაც ეს იყო თურქეთში, სტამბულში 2009-ში დავაყენეთ, იმიტომ რომ თუნდაც იმ დღეებში, უკაცრავად დავამთავრე, იმ დღეებში თქვა ააფეთქეს გვერდზე რესპუბლიკის პრეზიდენტი, იმის ინგუშეთის პრეზიდენტი ააფეთქეს. მეორე დღეს იმაში დაღესტანში ააფეთქეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. და ეს პრობლემები რეალურად არსებობს. ახლა მოდი ვთქვათ რა, მართლა არის ეს პრობლემები და ამაზე თვითონ ადამიანები საკმაოდ ისეთი განცდა ჰქონდათ. კი, იქ გამოხატეს, რომ ჩვენ გარანტიას ვიღებთ რაღაც, მაგრამ როდესაც ლაპარაკები წავიდა, ასე ვთქვათ, ჩინაურ ლაპარაკები, ბუნებრივია ეს პრობლემები არსებობდა და შეიძლებოდა კიდევ სხვა თემების მუდამ აქტივიზაციით, სხვადასხვა დარტყმებით ჩვენ მისულიყავით იქამდე რა ვქნათ, სხვა გამოსავალი არ აქვს. მესამე ვარიანტი, რომელიც ეხლა რამდენჯერმე გაიჟღერა და ჩვენ ვფიქრობთ ამაზე, ეს არის თქვათ ოლიმპიური დროშის ქვეშ გამოსვლა. ეს ფაქტურად იგივე ბოიკოტთან არის ასოცირებული, იმიტომ ეს მოხდა ერთხელ მოსკოვში, რამდენადაც მე ვიცი. ეს ვარიანტი არ უნდა არ იცით რა არის ეს ვარიანტი, რა ვარიანტია, იცით რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ახლო ხარ ბოიკოტის თემასთან პრინციპში რა მოხდა მოსკოვში, არ ჩავიდნენ, ანუ ოფიციალურმა მთავრობებმა უარი განაცხადეს, მაგრამ რაღაცა სპორტსმენებმა ვიღაც თქვათ რომელიღაც ქვეყნების გამოხატეს თანხმობა, რომ ჩასულიყვნენ და მათ მისეს და ეს გამოიწვია. მეოთხე ვარიანტი, რომელსაც ჩვენ მუშაობდით და ყველაზე საინტერესო ვარიანტი ჩემთვის არის ის, რომ მაგალითად ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს 200 ნუ გააჩნია სხვადასხვა 200-ზე მეტი ქვეყანა. და ზამთრის სპორტ სახეობებში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 80 ქვეყანა. ანუ სადაც 100-ზე მეტი ქვეყანა ვერ მონაწილეობს ამ იმებში, იმიტომ რომ შეიძლება ლიცენზია ვერ აიღო, შეიძლება სპორტსმენმა ტრავმა მიიღოს. და რა არის ამ შემთხვევაში? არა, ამ შემთხვევაში ის არის, რომ ჩვენ ვერ გვეყოლებოდა, გუნდი ეს არის სამუშაო იყო ჩვენ სპორტსმენებთან, ჩვეულებრივად, ანუ იქ ეს ხალხი, ვინც ახლა იქ წავა და მიდის, ეს არის ადამიანები ძალიან კარგი სპორტსმენები არიან, რომლებიც უბრალოდ ყოფილ ოლიმპიადაზე არ იქნება ეს პირველი ოლიმპიადა და არც საბოლოო ოლიმპიადა არ იქნება. ისინი შეულებრივად მათთან შეიძლება და ამაზე მუშაობა, ნუ ხდება ხა მე ყველა ჭყალებს ვერ გავხსნი, მაგრამ უბრალოდ თუ არ გექნება თქვა ლიცენზია, თუ ლიცენზირებული კაცის შემთხვევით რაღაც ფერს გადაებრუნოს, გამოუბრუნოს, უბრალოდ გუნდი თუ არ გეყოლება, ხო? ბუნებრივია, ვერც ბოიკოტის საკითხი ვერ დადგებოდა და არაფერი არ მოხდებოდა. ხო, ნუ ვერ მივიღებდით მონაწილეობას. ხო, არა, შეიძლება აგებული ლიცენზია მე რაღაცა იქნებოდა. ანუ ეს პროცესია, რომელიც შეიძლებოდა განვითარებულიყო და უბრალოდ გუნდს ვერ გამოვიყვანდით და თქვათ იგივე შეიძლებოდა იქ მუდამ იმართება, რომ არ ჩაეთვალათ მათ ასე ვთქვათ, თუმცა ეს კიდე შიდა კულუარებში ხო გესმით მე რა ვაპარაკობ. გასაგებია, მადლობა. შეგს ვერ გავშლი, მაგრამ ეს არის ჩემის აზრით ისეთი გამოსავალი, რომელიც არც არაფერი არ შეილახება, არც ჩვენ არაფერი არ დაგვეკისრება. აქ არის საუბარი იმაზე, ეწყინება თუ არა რუსეთს. მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. მე გეუბნებით, რომ ეს თემა, რომელიც ახლა იყო, ხო? ამას კიდე ბევრჯერ გააკეთებთ. მადლობა. მე მინდა გადავიდე ბატონ ელგუჯასთან.
კრებულოსთან, რომელიც ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია ამჟამად ოლიმპიური კომიტეტის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეწყინება თუ არა რუსეთს? ამაზეა საუბარი. ამობს ბატონი გია, თქვენ თვლით რომ გასაკითხი? ხა ბატონმა გიამ 4 ვარიანტი ჩამოთვალა და მე-4 ვარიანტზე თქვა, რომ ეს არის ყველაზე სწორი და მართალი ვარიანტი. მე ვფიქრობ პირიქით, ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი. მე მართალი გითხრათ, მიგვირს ბატონი გიას, მე დიდ ბატონს პირადად, ბევრი რამე გააკეთა ქართული სპორტისთვის, მაგრამ რაც ახლა თქვა, ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი. ესე იგი, ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ სპორტსმენმა არ მიიღოს ლიცენზია. ეს არის სრულიად გაუგებარი და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. ბატონო, იმისათვის რომ მე არ მოგეს რა თქმა უნდა, ნუ ამაზე რა ვიცი ხა, საზოგადოების აზრი შეიძლება გაიყოს, მაგრამ მე ღმათა ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის აბსოლუტურად არასწორი გზა და ამ გზას ჩვენ არასდროს არ უნდა დავადგეთ. ასე ფიქრობ, მე ვიქნები ოლიმპიურ კომიტეტში თუ სხვა იქნება ოლიმპიურ კომიტეტში. რაც შეეხება მოცემულ ვითარებაში რა უნდა მოხდეს თქვენი აზრით? რაც შეეხება მოცემულ ვითარებას, ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე განცხადება, მათ შორის პირველი განცხადება იყო დაკავშირებული ჟურნალისტების აკრედიტაციაში. აღმოჩნდა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არიან დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით შეყვანილები. ამის შესახებ ჩვენ გავაკეთეთ საზოგადოება მიცის, რა თქმა უნდა, და იქიდან ველოდებით უпроსტად მოვიდა პასუხი, მაგრამ ეს სია ჯერ გასწორებული არ არის. მე პირადად ეჭვი მაქვს და ამერც აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი, რომ იქ არის პრობლემა, უკვე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აქვს პრობლემა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტთან და სოჩის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან. თქვენ თვლით, რომ შეიძლება ეს სია არ გასწორდეს? შეიძლება არ გასწორდეს და მაშინ როგორ უნდა მოიქცეს? სხვა შორის დღეს ჰქონდა ჩვენ კომუნიკაცია, სატელეფონო კომუნიკაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან. იქ ჩვენ გვითხრეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაზედაც ახლა თქვენ გვესაუბრებით, ჩვენ ამას განვიხილავთ. ახალი პრეზიდენტი ბატონი ბახი საქმის კურსია და რაღაც გადაწყვეტილება ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ. მე ვარაუდი მაქვს ეგეთი, რომ აი სწორედ სოჩის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან ეს პრობლემა ვერ გვარდება. ესე იგი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს ხო რუსეთის ხელისუფლება, შეიძლება პოლიტიკის ნაწილი იყო და მე არ მინდა ახლა პოლიტიკურ რაღაც დებატებში ჩავერთო, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ახლა ყველასთვის გასაგებია. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ვიცით რა ხდება ამ ქვეყანაში და ზოგს გაცილებით მეტი გვიცხოვრია და ალბათ მეტი გვინახავს და რაღაც სხვა გამოცდილება გვაქვს და ახლა რუსეთი ვინ არის და რა არის მეტნაკლებად ყველა მიცით. რისი თქმა მინდა, იცით, აი მე როგორც ვატყობ, ესე იგი არის პრობლემა, რომელიც უნდა დაძლიოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. ჩვენ ვეუბნებით, ჩვენ ვიცავთ ქარტიას, ყველა წესს, მოვდივართ ოლიმპიურ თამაშებზე და იგივე ოლიმპიური კომიტეტი ერთსულოვანი ხარ თამაში? ამჯერად ეგრეა, ახლა მე ბოლოს გამოკითხვა არ ჩამეტარებია, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება და ეს იყო ქართული. თქვენ შორის ასეთ სხვადასხვაობას არ აქვს ადგილი. ეხლა კიდევ ერთხელ მეორე ეს გამოჩნდება თუ დაინიშნება ახალი საგანგებო სესია, თუ საქმე წევა აქეთკენ, მაშინ გამოჩნდება ყველაფერი. დიდი მადლობა. ქალბატონო დამაკა, როგორც მოციქულოთა ფედერაციის პრეზიდენტს, მე მინდა გკითხოთ სპორტსმენების თვალსაზრისით, რომ გაგვაცნოთ. გედევანიშვილმა ჩვენ ვიცით განაცხადა, რომ ის დაემორჩილება იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო. რამდენად მისაღები შეიძლება იყოს სპორტსმენებისთვის, თუნდაც აი ეს მეოთხე ვარიანტი, რომელზეც ბატონი გია საუბრობდა, რომ ლიცენზია არ ჰქონდეთ სპორტსმენებს იმისათვის, რომ შემდეგ ბოიკოტი საერთოდ ვერ წავიდეს ხო ხდება რა? ხო ვერ წავიდა მე რა. ელენეს შემთხვევაში ნამდვილად არ არის იმის საჭიროება, რომ მასთან რაღაცა მუშაობა იყოს ჩატარებული ამ მხრივ. ის აბსოლუტურად საღად აფასებს მიმდინარე მოვლენებს. პირველ რიგში მე მესმის, რომ ნებისმიერი სპორტსმენისთვის მის სპორტულ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება ოლიმპიადაა, მაგრამ უმთავრესი მისი ქვეყნის ღირსება და პოზიცია არის ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ელენე დაემორჩილება საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც ოლიმპიური კომიტეტი მიიღებს. რამდენად არის გამოსავალი ის, რომ არა საქართველოს სახელით, არამედ მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის სახელით გამოვიდნენ სპორტსმენები? ოლიმპიური დროშის ქვეშ ელენეს გამოსვლა არ განიხილება და ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება ნამდვილად არ დადგება. თუ ქვეყანა გადაწყვიტავს საბოლოოდ, რომ ვიღებთ მონაწილეობას, ელენე მიიღებს მონაწილეობას. თუ ქვეყნის საკეთილდღეოდ და მისი პოზიციის დასაცავად საჭირო იქნება მისი არ გამოსვლა, სპორტსმენი ამას ძალიან საღად უყურებს. დიდი მადლობა. ოლიმპიური დროშის ქვეშ ეს გამოვლენ, აი ეს თითქმის ამდენი ხანი წარმოუდგენელია. კარგი, წარმოუდგენელია უბრალოდ ეს ოლიმპიური დროშის ქვეშ გამოსვლა. გასაგებია, ბატონო გიორგი, თქვენ როგორც სპორტსმენი მიიღებდით მონაწილეობას ამ ოლიმპიადაში? მე არ მინდა მარტო ასე მოკლედ გავცე პასუხი, ვინაიდან პირველი სკოლის აღვნიშნე იმას, რომ ჩემი მეუღლე არის აფხაზეთიდან, აფხაზი ეროვნებით ფაქტიურად და ჩემი ოჯახის ნახევარი
ნაწილი სისხლი, უბრალოდ მიწას უკავშირდება, გამომდინარე აქედან ჩემი ორივე ძმები იბრძოდნენ ტერიტორიული მთლიანობიდან და მე მეტად გრძნობიერად ვიყურებ ამ თემას. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ წარმოშენილი ვართ მდინარის ორი ნაპირი და ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთის ხიდის აგებას და არა ერთმანეთის წყალში ჩათრევას და რაღაც აბსურდში გადავარდნას. თემა არის ძალიან გრძნობიარე, ძალიან მნიშვნელოვანი. მე არაერთხელ როდესაც ვიყავი კომიტეტის თავმჯდომარე მიუძღვენი არაერთი სხდომა ამ თემას, მაშინ ძალიან ნაკლებად განეხილებოდა, მაგრამ ამ პროცესმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გამოხმაურება. მაშინ ეს იყო სწორედ ახსენა ნუგზარი ინერტული მასალების მიმართებაში, რომელიც 9 მილიონ ტონაზე მეტი თავისი მოცულობა ქონა, გავიდა და ამით ძალიან ბევრი დიდი საშიშროება შეექმნა აფხაზეთის ტერიტორიას. თუმცა მე დღესაც მაქვს კავშირი აფხაზებთან, ეთნიკურ აფხაზებთან, არ არის მარტო ასე მარტივად საქმე. ისინი ჩემი ინფორმაციით გეგმავენ სახლის აგებას, აფხაზური სახლის აგებას და ასეთ ღონისძიებების დაგეგმვას, რომელიც ფიქრობ არ არის მარტო ერთი წასვლა არ წასვლით გადასაწყვეტი საკითხი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა ამ სპორტსმენებში, რომელიც მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას ამ ოლიმპიურ თამაშებზე, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია თავის სახელმწიფოს ინტერესები. სწორედ რამოდენიმე დღის წინ უпроსორად გუში გაიჟღერა მთავრობის პოზიციას, რომელსაც მივესალმები თუ ეს ამ სწორ პრინციპებს გაყვება, ასევე მივესალმები ყველა იმ სამართლებრივ ნორმას, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან აიმუშავოს ქართულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, აქედან გამომდინარე, თუ დავინახავთ ჩვენ რომ ქარტიას არ გვაქვს ოლიმპიური ჩამტარებელი მხარი ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია, მაშინ ჩვენ მკვეთრი რეაქცია უნდა მოვახდინოთ, ვინაიდან ეს არის შეგუებულების პრინციპი, რომელიც რუსეთი არა მარტო 2008 წელს დაიწყო, ეს როგორც საქართველოს აღინიშნა, ან 2004 წელს ეს დაიწყო, მაშინ როდესაც დაიწყო ოკუპაცია, ეს იყო 18 საუკუნის ბოლო და ეს გრძელდებოდა. ჩვენ ვგონია რომ რუსები გაჩერდებიან, რუსები არ გაჩერდებიან, ამაში მათ ვარ დარწმუნებული, ის გააგრძელებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც აგრძელებენ, ვინაიდან საქართველო არის მათთვის გეოგრაფიულად ძალიან საინტერესო მხარე და მათ უნდათ რომ მის კლანჭებში იყოს საქართველო. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ რა თქმა უნდა ეს თემა არის ყოველდღურად აზრიძებელი გამომდინარე იქიდან რომ ჯერ კიდევ არის და მე ვფიქრობ რომ 12 დეკემბრამდე მე როგორც ვიცი შეიძლება კიდევ მიიღოს ქართულმა მხარემ თავისი პოზიციის დაფიქსირება და აქედან გამომდინარე ეს პერიოდი სწორად უნდა იყოს გამოყენებული. თუ დავინახავთ ჩვენ იმ საშიშროებას რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი ეწირება ამას, მე ვფიქრობ რომ სპორტსმენები არ არიან ჩვენზე ნაკლები პატრიოტები, ისინი მიიღებენ ისეთ ღირსეულ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ ქვეყანას არ დააზიანებს. თქვენ თვით თავის ინტერესს მიუხედავად იმისა, რომ 4 წელიწადში ერთხელ წირავენ, ამ კონტექსტში არ უნდა წარმოვიდგინოთ, ისინი წირავენ თავის ქვეყნის ინტერესს. აქედან გამომდინარე ისინი თავის ინტერესს სწორედ ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყვეტენ. მადლობა. ბატონო შოთა, თქვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გამოთქვით, როგორც კი დაიწყო ამ თემაზე საუბარი, რომ ბოიკოტი არც კი უნდა განიხილებოდეს. რატომ ხართ ასე რადიკალურად განწყობილი? მე ასე არ მithქვამს რადიკალურად, მაგრამ მე ვათიცნობიერებ რა შეიძლება მოყვეს ამ გადაწყვეტილებას და აქედან გამომდინარე მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. მაგრამ არ შემიძლია ახლა გამოეხმაურო ბატონ ნუგზარის რიტორიკას, რომელიც არ გამოირჩევა პარლამენტშიც, არ ვიცი ეს ადამიანი საიდან პოულობს ამ სიტყვებს. ამ სეთი შეურაცხყოფის მქონე სიტყვებს იქ აქაც მაგალითად თქვენ თვითონ მოისმინეთ უბრალოდ მინდა რომ რამე რაღაცნაირად ჩვენ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სპორტი და პოლიტიკა მე ვიყავი მომსწრე იმ პერიოდის ავად სახსენებელი პერიოდის როდესაც სპორტი საქართველოში იყო პოლიტიზირებული აგერ დამეთანხმება აქ ადამიანები რომლებიც ზიან ყველა ფედერაცია დაკომპლექტებული იყო არაპროფესიონალებით და თანაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებით, ლიდერებით. თითოეული მე აგერ გია აქზის დამეთანხმება აღმასკომი, იცით, ფედერაციაში რასაც წარმოადგენს, არის უმაღლესი ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. გიამ მითხრას, რამდენ ფედერაციაში იყო ის აღმასკომის წევრი და ასეთები იყო უამრავი. ერთი სიტყვით ჩვენ ცხოვრობდით ერთი წამით ეს ვიცი მე რას დააზიანებდა შემოგია ძალიან კარგად ვიცი ეს იყო პირდაპირ მითითება და გადაწყვეტილებები მოდიოდა პირდაპირ პოლიტიკურ ამ შემთხვევაში ეს ძალიან შევთანხმდეთ ზუსტად რასაც ვამბობ სხვა თემა რომელსაც ძალიან დიდხანს შეიძლება საუბარი ბატონო შოთა ამ შემთხვევაში ჩვენი სტუმრების ნაწილი ყოველ შემთხვევაში ამბობს რომ თემის პოლიტიზება ხდება სწორედ რუსეთის მხრიდან და დამამთავრებინოთ შეიძლება დამამთავრებინოთ ეს არის ზუსტად ბაში ამ სიტუაციასთან აქედან გამომდინარე პირველი ჩვენი სურვილი იყო
მე რამდენჯერმე გამოსულ ვარ ტელევიზიით დამფიქსირებ, პრესით დამფიქსირებია რომ პოლიტიზირება ხდება საქართველოს სპორტი და იცით რაც ხდებოდა. კიდევ ერთხელ გეკითხებით, რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯით არ ხდება პოლიტიზება სპორტის. ეს არ არის სასიამოვნო მომენტი. მე ვეთანხმები სასიამოვნო არ არის, მაგრამ პოლიტიზება არის თუ არა? არის პოლიტიზირება გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიძახდით რომ სპორტი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკიდან. პოლიტიკიდან გამიჯნული უნდა იყოს, რაც არ ხდებოდა. და პირველი ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსulis შემდეგ ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში და მართლაც მოხდა. პოლიტიკიდან უნდა იყოს გამიჯნული სპორტი. თქვენ კონკრეტულ შემთხვევაში რას გვიხსოვთ, მაგალითად ეს ადამიანები საერთოდ არ უნდა ჩაერიონ ამ თემაში და უნდა მიანდონ გადაწყვეტილება სპორტსმენებს და რა შეიძლება ზარალი, რა შეიძლება პოლიტიკურად, რა დივიდენდების მოტანა შეუძლია საქართველოსთვის ჩვენს ბოიკოტს. მე ვფიქრობ არაფერის. პირიქით დაზარალდება ქართული სპორტი. მე მომსწრე ვიყავი, დღეს გია ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მე არ ვიყავი ჩარეული, იყო ძალიან კარგად ჩარეული, არა მარტო გია იყო, იქ ვიყავი მე ოლიმპიურ სოფელში. როდესაც წყდებოდა ეს საკითხი, მთელი სოფელი ოლიმპიურ სოფელში ჩვენი სპორტსმენები მთელი ღამის განმავლობაში ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას, მაგრამ იქ ძალიან მყარი პოზიცია დაიჭირა ლერი ხაბელოვმა. იქ კიდე რამდენიმე სპორტსმენი რომ მიხვდნენ რომ დელეგაცია იქიდან არ წამოვიდა სრული შემადგენლობით და ეს არ შეიძლებოდა, მაშინ გაიცა ბრძანება თბილისიდან, რომ დარჩეს და ჩვენ მივიღეთ იქიდან 3 ოქროს медали. სამჯერ აიწია საქართველოს ერთი წამით დამაცადე რა დამაცადე ჩემო კარგო დამაცადე არ ვამბობ ცალკრივად მათქმევინე ეს მოხდა იმის შემდეგ დილის 4 საათზე მოხდა მაგის შემთხვევა როცა მიხვდნენ რომ იქ არ წამოვიდა და არც მისი ხელმძღვანელი დატოვებდა ოლიმპიურ კომიტეტს არც რამდენიმე სპორტსმენი მერე მოხდა მე ვესწრებოდი ლერი ესწრებოდი ერთი წამით პრეზიდენტად თქვენ იყავით ბატონოგია იქ თქვენ იყავით იქ ზუსტად ჩაბული მაგ სიტუაციაში თქვენც იყავით და თქვენ იყავით ზუსტად ჩაბული ხო და ეხლა დღეს ჩვენ საუბრობთ ერთ რამეზე მიიღოს თუ არა საქართველოს ამ ოლიმპიადაში მონაწილეობა მე ვფიქრობ უნდა მიიღოს იმ თვალსაზრისით თქვენ პარალელს ავლებთ 2008 წელთან თქვენ ამობთ რომ მაშინაც ნაციონალურ მოძრაობას სურდა რომ ქართველ სპორტსმენებს დაეტოვებინათ და იგივე საკეთებს ახლაც მე გეუბნებით რატომ მაშინ არ ვიყავით. ეხლა ჩვენ ვაპერირებთ, რომ რუსეთში ტარდება, სოჩში ტარდება, აქ არის პოლიტიკური სიტუაცია დაძაბული, გასაგებია. მაშინ პეკინში რა ხდებოდა? პეკინში არ იყო, ის ხო პეკინის სხვა ქვეყანა იყო. მაშინაც უნდოდა თამათ წამოსულიყავით. მაგრამ ჩვენ დარჩინეს სპორტსმენები და მივიღეთ 3 ოქროს медали. ქვეყნის დროშა აიწია 3ჯერ. ჰიმნი დაიკრა და პუტინის ფავორი დაამარცხა მაშინ ცირეკით. თქვენი პოზიცია ის რომ თუ ჩვენ ღირსების დაცვაზე ვსაუბრობთ, ჯობია იქ როგორც სპორტსმენებმა დავიცვათ ქვეყნის ღირსება. ეს იყო საზაფხულო ოლიმპიური თამაშები, სადაც შანსები ქართულ სპორტსმენებს ბევრად უფრო მეტი აქვთ. სამართლიანობის გულისთვის უნდა ვთქვათ, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე ჩვენ ასეთი დიდი შანსები ალბათ არ გვაქვს, არ ვიცი, მითხარით. მოდი ასე ნუ მიუდგებით საქმეს. ყველაზე დიდი სონი ასე ვთქვათ, ზამთრის ოლიმპიური თამაშები და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. ერთი წამით ბმაშია. თუ ჩვენ აქ გავაკეთეთ ეს ნაბიჯი გადავდგით, ჩვენ მივიღებთ ყველაზე საუკეთესო ვარიანტს 4 წელს გამოტოვებთ. ეს გარანტია იქნება. 4 წლის გამოტოვება ნიშნავს 8 წელიწადი ჩვენ ვერ მივიღებთ ასეთ მაღალ ღონისძიების შეჯიბრებზე მონაწილეობას. და ამ შემთხვევაში ზაფხულის ოლიმპიადასაც გამოვტოვებთ. ჩვენ ნუ მე ბატონო ბოიკოტის გამოუტოვებია 4 წელი თამაშები. რომელიმე ქვეყანას, აი მოტივაცია ამერიკის შეერთებული შტატებმა საფრთხეა ესე დაბაზები თუ ეხლა ცალსახად ბატონოგია ცალსახად არავინ არის ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი რომ შეიკრება ოლიმპიადის შემდეგ და ხო შეიძლება მიიღოს ესეთი გადაწყვეტილება ჩვენ იმ ქვეყანას სადაც მართლა დიდი წარმატებები გვაქვს 37 ოლიმპიური ჩემპიონი ყავს საქართველოს ჩვენ ხო შეგვიძლია ეს ყველაფერი მე უბრალოდ ციფრი მინდა მოვიყო რომ რამდენჯერმე ვთქვი პარლამენტშიც განვაცხადე ნაციონალური მოძრაობის ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსვლის შემდეგ მანამდე უпростоრად 300,000 მოზარდი იყო დაკავებული სპორტით დღეს მდგომარეობით
იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ეს ადამიანები ეწეოდნენ. ჩვენ მივიღეთ 30-35 მოზარდი მონაწილეობს ვარჯიშობს დღეს. წარმოგიდგენიათ ეს რა ხდება. მთელი რიგი სპორტული მოედნები, ინფრასტრუქტურა გაყიდულია, როგორ არის გაყიდული არავინ არ იცის. აი ეს გაუკეთეს ქართულ სპორტს. ეს არის ზუსტად ბაშია ჩვენ ასეთი მიდგომით. დავუბრუნდეთ საკითხს, რომელზეც ვსაუბრობთ. ჩვენ ასეთი ბატონო შოთა, როგორ დადგება? მეც მაქვს. თქვენ თვითონ განაცხადეთ ბატონო ჩემო რომ 50 და 60% თქვენი მონაცემების დეფიციტი იყო პროფესიონალი. ეს სხვა თემაა, ბატონო შოთა. იყო თქვენი ხო? ეს იყო ზუსტად იმის თემა არ არის. ერთი და იგივე თემაა. ზუსტად შეიძლება ახლა. სხვა გადაცემის თემაა, ბატონო შოთა. ბატონო შოთა, როგორ დადგება სპორტის აკადემიის გაუქმება? რა მოიტანა ხო ნახეთ? გასაგებია. ჩვენ სად მივდივართ? ჩვენ ტყუილის ხარ, მაგას სადაც ბატონო შოთა. ჩვენ გვატყუებდნენ 2008 წელში, როდესაც უნდა წამოვსულიყავით პეკინიდან, დღესაც ამ რეგიონით მივდივართ. ბატონო შოთა, მომისმინეთ როგორ დადგება ქართველი სპორტსმენების ღირსების საკითხი. უნდა შევცვალოთ. ჩვენ უნდა მიმოქმედოთ სხვანაირად თუ არა, ჩვენ მივახცევთ უფრო უარეს შედეგს. ბატონო შოთა, როგორი იქნება და ნუ გაგმოვალთ ისე რომ ჩვენზე ნაკლებად ჩვენზე მეტად გიყვართ ქვეყანა. ჩვენ ქვეყანა გვყარს ძალიან კარგად იცით. როგორ იქნება ქართული სპორტსმენების ღირსების საკითხი? იქითკენ ახლა ჩვენ ნუ სარგებლობთ ადამიანებზე. დაიჯერეთ ეს. ბატონო შოთა, როგორ დადგება ქართული სპორტსმენების ღირსების საკითხი იმ შემთხვევაში თუ დადგებით იმ ფაქტის წინაშე, რაზეც საუბრობდა ბატონი ელგუჯა, იქ რომ დაგხვდეთ მაგალითად აფხაზეთის სპორტსმენების დელეგაცია. ეს გამორიცხულია. ეს გამორიცხულია. ისინი არ არიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები. ეს საკითხი ღია არ არჩება. არ არსებობს. როგორ გეკადრება ეს სულ სხვა რამეზე თქვა, ამან თქვა მედიასთან დაკავშირებით. ეს გამორიცხულია. არც სამხრეთ ოსეთი და არც აფხაზეთი არ არის საერთაშორისო მიხედვით, მაგრამ არც დიცია რუსეთის ტერიტორია, მაგრამ იქ მართლმხრივი ვარ და გვაქვს და ქართული ერთმანეთზე გამომიჯნოთ რა. იქ ოლიმპიური ქარტია პოლიტიკასა და სპორტს შორის რუსეთისთვის უკვე განსხვავება არ არის ჩანსეს. რა? პოლიტიკასა და სპორტს შორის რუსეთისთვის განსხვავება არ არის, როგორც ხედავთ. არა, ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე. საქართველოში ჩვენ მე თავიდანვე აღვნიშნე, თუ ჩვენ ეს მოგვიტანს რამე დივიდენდს პოლიტიკურად, კი ბატონო, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ის არ არის სასიამოვნო, რაც ახლა ხდება, თუნდაც მართულ ხალხებთან დაკავშირებით, თუნდაც იმ ეგრეთ წოდებულ გმირთან დაკავშირებით, რომელიც წარმოაჩინეს. ეს არ არის სასიამოვნო. ხელისუფლება განაცხადა, ჩვენ დავაკვირდებით ამ მომენტს. თუ ასეთი კიდე იქნება პოლიტიზირება სპორტის და ოლიმპიური კომიტეტის რუსეთის მაშინ შესაბამისად საზოგადოება ძალიან ლაპარაკი მაგას. ნუ წარმოვაჩენთ თავს ისე რომ ჩვენი ქვეყანა მოდიში და შეიძლება ორს არ უყვარდეს ისე როგორც ჩვენ გვიყვარს და ასე ნუ მიუდგებით ამ საქმეს. მადლობა. ბატონო შოთა, ბატონო ლადო, რამდენად განიხილავთ თქვენ იმ ვარიანტს, რომ იმისათვის რომ რაზეც ბატონი შოთა საუბრობდა, სპორტსმენებმა ასე ვთქვათ არ გამოტოვონ 4 წელი, ისინი გავიდნენ ოლიმპიადაზე, ოღონდ არა საქართველოს დროშის ქვეშ. მე ვფიქრობ, მოგესალმებით პირველ რიგში, სანამ ამ კითხვას გავცემ პასუხს, ჩემს მიმართავს გარკვეული შენიშვნა იქნა გამოთქმული და არ შემიძლია ამას რო არ უპასუხო, მაშინ მე თქვენ არ იყავითო სპორტშიო, მაგრამ კარგად იცოდით ყველაფერიო, მე ვიცი დეტალებში რა როგორი იყო პეკინის ოლიმპიადაზე. აი აქ რაც ისაუბრეს, ხა აბსოლუტურად განსხვავებული რამ ხდებოდა პეკინის ოლიმპიადაზე. იმ პერიოდში საქართველოს კომუნიკაციის პრობლემა იყო და ესე ადვილი არ იყო პეკინში დაკავშირება. გვახსოვს, თლელი საქართველო იყო ჩაბმული ომში. მე ვიცი სპორტსმენებისგან, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები არ არის სპორტსმენები და ძალიან ბევრჯერ ქონია ჩვენ ამ თემაზე საუბარი და მათ მოუყოლეთ. იქ თვითონ შეიკრიბა მთელი საქართველოს დელეგაცია, მათ შორის სპორტსმენებით და თვითონ ეს ამბები რადგან მოხდა, დაიწყო, თვითონ გამოთქვეს აზრი, რომ რა გვეჭიდავება, საქართველოში არის ომი. ხო არ წავიდეთ, ვინმე გადარეკეთ, რა ხდება, ეს პანიკა იყო სრული იქაც. ვინ გამოთქვეს? წავიდეთ ვიბრძოლოთ. სპორტსმენებმა. ხო არ წავიდეთ, ან რატო შეგახალხე შეცდომაში? მე გეუბნების როგორ გეკადრებათ ამის? ბატონო შოთა, მე ხელს არ გიშლიდით. იმიტომ რომ სიცრუეა. როგორ სპორტსმენები იყვნენო წავიდეთ სახშიო? ერთი წუთი დამოთავრებინეთ რა ბატონო შოთა, სპორტსმენებს არ უთქვია წავედით სახშიო, მე ვიძახი რომ იქ გამოითქვა უამრავი აზრი, ხო არ დაუბრუნდეთ, ხო არ გავჩერდეთ, რა გავაკეთოთ? ზოგს ისიც ადარდებდა, ოჯახიც მიყავდა დატო ცირეკიძეს, ოჯახი ყავდა ქუთაისში და ვერ უკავშირდებოდა, ისიც არ იცოდა რა დღეში იყო მისი ოჯახი და რა ხდებოდა საქართველოში. ფსიქოლოგიურად თვითონ იმ მდგომარეობა მიმოქმედა მაშინ სპორტსმენებზე. მე
გეწაძე მოახერხა დაკავშირება გიგა ბოკერიასთან, რომელიც საინტერესებდა საქართველოს პოზიციის აზრი, ხელისუფლების აზრი რა ხდებოდა ამ თემასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხი მიიღო, რომ გააგრძელეთ ბრძოლა და იბრძოლეთ მედლებისთვის. ეს იყო სიმართლე, რასაც ვიძახ. მეუღლე არ ჩაფრინდა იქ პრეზიდენტის მეუღლე? იქ იყო. იქ იყო პრეზიდენტის მეუღლე ლეონტები დაბრუნილი მეც უნდა წავსულიყო. ბატონო შემთხვევაში მე ვიცი რომ არ ყოფილა დაჟინებული მოთხოვნა რომ შეწყვიტეთ ახლა ყველაფერი და წამოვიდეთ. არ ყოფილა ბატონ ნიკას უჩნდება შეკითხვა ვიდრე თქვენ საუბრობდით რამდენჯერმე დასვა ეს შეკითხვა რა შუაშია 2008 წელს რატო საუბრობთ 2008 არა უკაცრავად თუ შეიძლება იქიდან დაიწყო ეს პრობლემები და დღეს დგევარ მაგ მოცემულობ ლევან ბოდიში მაგრამ რაღაცა პრობლემები დაიწყო რუსეთიდან და ეს პრობლემები არ დამთავრებულა და იმისათვის სანამ ეს პრობლემები დამთავრდება საჭიროა რომ ჩვენ სოფლიოს ყურადღება ჩვენ მოუგვარებელ პრობლემას მივაპყროთ და რაც შეიძლება მკაფიოთ. აქ ლაპარაკი იმაზე არ არის ბატონ შოთას ეთყობა დაავიწყდა ნაციონალური მოძრაობა აღარ არის მთავრობაში. ამ თუთას გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობა არ იღებს. დღევანდელმა მთავრობა უნდა მიიღოს. ამიტომ 2008 წელზე და ნაციონალურ მოძრაობაზე ლაპარაკი ეხა დროის კარგვა. აქ ლაპარაკობთ იმაზე ღირს თუ არა ეხა ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება. შეცდომების არ გამოწორებაზეა საუბარი. იმის გამოწორებაზე 2008 წელს რაც მოხდა. ეგ არის პრობლემა. იქიდან გამოძახილია ეს. თორე მეტი არაფერი. რა მოხდა ეხა ლევან დიდი ბოდიში 2008 წელში რა მოხდა ეხა ეს აბსოლუტურად არაფერ კავშირში არ არის ამ ოლიმპიადაზე წავალ თუ არ წავალ. ვახსენებთ და ვიძახით რუსეთი მაკედონია. ვისაუბროთ იმაზე რა უნდა გავაკეთოთ ეს ფაქტებს გეუბნებით. ლაპარაკობთ იმაზე რაც შეიძლება ბატონო გიორგი აქ ჩვენ მასტუმრებმა. ხო გადავაჭერთ. კარგი და ბატონ გიორგი თქვენთან გადმოვალ. გისმენთ ბატონ რატო დაასრულეთ ის თქვენი. ჩემი როგორც ერთი კონკრეტული ადამიანი სამ შემთხვევაში და არა თანამდებობის პირის, აი მე პირადად ესეთი განცდა მაქვს, რომ მე ვერ მივიღებდი მონაწილეობას, პირადად მე, ლადო ვარძელაშვილი, იმიტომ რომ მე სხვა გრძნობები მაკავშირებს ამ კონკრეტულ ქვეყანასთან, მაგრამ მე პირადად ვაღიარებ და ვიძახი, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს ჩვენ რუსეთთან, არანაირი ტურნირის. ყაზანში არა, ბატონო ლევან, ჩემ დროსაც ძალიან ბევრჯერ გამიშვია მე თვითონაც გუნდები რუსეთში ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებში, ევროპის ჩემპიონატებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე და ასე შემდეგ. სამბისტებიც, მოჭიდავეებიც, ძიუდოისტები და 2008 წელს სანამ ომი დაიწყებოდა, ერთი თვით ადრე მე თვითონაც გახლდით იქ ჩასული რუსეთში. 2006 წელს ევროპის ჩემპიონატზე. 2006 წელს მე თვითონ ვიყავი რუსეთში. იყო ჩემპიონატი ჭიდაობაში ევროპის. აქ საქმე სხვა რამეში არის. მე არ მინდა დღეს რომ ჩემი ხელისუფლება არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში ვინ იქნება. ის ჩემი ხელისუფლება არის. მე მომწონს თუ არ მომწონს ეს ცალკე საკითხი არის. ჩემი ხელისუფლება გამოვიდეს იქ დადგეს იქ ფაქტის წინაშე რომ უცბად აი ლევან აი მაგალითად შენ გესიამონება რომ გითხრას ახლა ჟუკოვმა რომ წავედით ახლა ექსკურსიაზე ჩასული სტუმრები დელეგაციის სტუმრები 80-ვე ქვეყნის სპორტის მინისტრს უთხრეს რომ წავედით ახლა ექსკურსიაზე აფხაზეთში ან საღამო რომელსაც თქვენ მიგიწვევენ იქ აუცილებლად ესეთი საღამოები იმართება იქ გამოაცხადონ დამოუკიდებელი სახელმწიფო აფხაზეთი და გამოიყენონ მათი რომელიმე ფოლკლორული ანსამბლი აი ეს უხერხულება აი ეს გამინდა რომ ქვეყანა ჩავარდეს მიხდით დავიშტილება რომ ყველაფერი ნორმალურად არის ჩვენ შორის და არ არის ნორმალურად მიწაში თავის ჩარგვა არ შეიძლება ხალხო ამაზეა ლაპარაკი გასაგებია ვინ ამბობს და შენ ამბობ ეხა რომ ნორმალურად არის როდის ეხა აბრალებს ისეთ რაღაცა და ძალიან მიხდით არ ამბობ არა უყვეთ პროვოკაციას მეტი რა პროვოკაცია გინდა პროვოკაციას არ უნდა აუყოთ რა თქმა უნდა მოусმინოთ და ერთი მნიშვნელოვანია რუსეთის ის ადამიანი და რა პროვოკაცია იქნება საქართველოს რომ მივიღეთ რა მოусმინოთ და გავაგზავნოთ შემდეგ საქართველოს აქ სამართლებრივი დავა რუსეთის წინააღმდეგ ხო ხო ყველამ ვიცით არსებობს ჰააგაში სარჩელი შეტანილი სადაც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ განიხილება აგვისტოს ომის დროს ეთნიკური წმენდა ქართველების მიმართ და კონკრეტული დანაშაულებები ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე რომელიც მე ვფიქრობ უნდა წარსდგეს ჰააგის ტრიბუნალზე სამხედრო დამნაშავე რომელსაც ჩვენ ვეძებდით ვინ იყო ვინ დაგვიბომბა დილით 8 საათზე ქალაქები სადაც პატარა ბავშვები და ქალები დაგვიხოცა ეს ადამიანი გვაჩვენა პუტინმა გუშინ წინ თუ რამოდენიმე დღის წინ ვინც გააკეთა ეს ყველაფერი მე ვფიქრობ აი ამ კუთხით უნდა წავიყვანოთ ჩვენ დღეს ის 4 სპორტსმენი წავა თუ არ წავა საქართველოს ამითი არც არაფერს დიდად არ მოიგებს და არც არაფერს დიდად არ წააგებს აქ თავარი რა არის ადამიანი რომელიც სამხედრო დამნაშავეებს და ჩვენ და ჩავთოთ აუცილებლად იმ დავაში რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ იმ ქვეყანასთან აი
ამ მიმართულებით უნდა გავაკეთოთ აქცენტები, რომ აი ეს ადამიანი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იქნება თუ საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობებით რომ ვაიძულოთ, რომ ის ადამიანი აღარ გამოჩნდეს, ან საერთოდ არ გაეკაროს ამ ღონისძიებას იქ. სპორტსმენები წავლენ თუ არ წავლენ, თვითონ გადაიღებენ. არა, შევაშინოთ, არა ლევან, კონკრეტული მუშაობებია ჩასტარებელი, რომ მსგავსი სურპრიზები კიდე არ მოხდეს იქ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. ჩვენ არ უნდა ჩვენ ცუდები ბატონ გიორგისთან უნდა გადავიდეთ თორე ომი ჩვენი ბრალი იყო, ყველაფერი ჩვენი ბრალი იყო და დღეს თუ ერთი წელი გავიდა ამ ყველაფრის მერე თქვენ ხო სხვანაირად ვთქვით, მაგრამ შედეგები ხო იგივეა მაინც რა. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. აქ ძალიან სერიოზული პოლიტიკური ოპონენტები ვხედავთ და ეგ არ არის ესეთი ამბავი, სპორტი რასაკურველია. იგივე პროვოკაცია ეხლა, რაც ილაპარაკა აგერ ჩემმა ოპონენტმა, ჩვენმა ოპონენტმა, იქ სისულელე თქვა, იქ ის თქვა, იქ მართლმსაჯულებზე ეს დაამცირა და იმას კდა პრემიერი იქ ჩვეულებრივად ისე ლაპარაკობს. მე არ მახსოვს პროვოკაციული რამე სტრატეგიული გათვლით ჩვენ საწინააღმდეგოდ ყოველთვის მოწინააღმდეგეები ვიყავით და დიდხანს დავჭერდით ალბათ რაიმე გაკეთებული რუსეთისაგან რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება აქ ყოფების ჩათვლით არ აყოლოდნენ და მივიღეთ შედეგი რაც მივიღეთ. ამ გაფართოებაზეა ლაპარაკი, ახალგაზრდები რო არ იყვნენ, აქ ამას არც ვიტყოდი, გავატარებდი. 2007 წლის 10 მაისს გამოიცა ბრძანებულება პრეზიდენტ სააკაშვილის, სადაც წერია, რომ სამხრეთ ოსეთის შეიქმნა ადმინისტრაცია სანაკოევის ხელმძღვანელობით, მთელი მსოფლიო, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ექსპერტები ეუბნებიან, რომ სისულელია უნდა გავყვეთ იმ გზას, სადაც ფული გვაქვს ჩადებული, სადაც პოლიტიკური ენერგია გვაქვს ჩადებული, სადაც ფორმატები შეიცვალა, შემოსულები ვართ, აფხაზეთთან ვაკეთებთ ამას. ცხინვალში უკვე ბიზნეს ცენტრი გავხსენეთ, ეს ამას ნოაკეთებ. სისულელე არა მაინც გააკეთა და უფრო მეტიც. ბრძანებულება გამოუშვა, სადაც შემოხაზა დემარკაცია გააკეთა საზღვრის. და თქვა, რომ ამ ადმინისტრაციის პასუხისგებლობა განისაზღვრება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარში. ამათმა იომეს თვითონ ამბობენ, რომ ჩვენ გავანთავისუფლეთ ტერიტორია. ჩვენ ვამბობთ და სწორები ვართ, ოკუპაცია მოხდა. ოკუპაცია მოხდა და ინტერვენცია მოხდა და ყველა სიტყვა, რასაც ვამბობ, აბსოლუტურად სამართლებრივად გამართულია. და ამ ხაზს წამოყვნენ იმითი. დაზიანდა ჩვენი გლეხი ისა ვისი უპასუხისმგებლობაზე ამ ხაზის გაგრძელება. არა, ეცეთ ხაზის გაგრძელება და ხაზზე მიყვებიან. და სწორედ ეგ არის. არც ერთ სიტყვას, არც ერთ სტრატეგიულ რჩევას ჩემჩევებს თავი დავანებოთ, მე რა რჩეველი ვიყავი ან ვისთვის. არც ერთ სიტყვას იქ ვიყავი, მუშაობდი. ყოველ დღე შევდიოდით. ამ ამერიკის ელჩთან ერთად დავდიოდი იმაში. არც ერთ სიტყვას არ მიაქციეს ყურადღება. ეხლა გეუბნებიან, რომ პროვოკაციაა საკითხი. ეხლა მე ერთი რამეც მინდა ვთქვა. ვილნიუსისკენ მივდივართ. სერიოზული საკითხია. არ არსებობს ნაციონალური მოძრაობის ცდელება, აი სულ ვფიქრობ. იმასაც, რასაც ნიკა ამბობს, სულ ვფიქრობ, რომ კი არის ეს ალტერნატივები, აზრები, მოდი ესე ხო არ ვქნათ. ვარიანტი არ არის, რომ რამე გაიაზრონ ალტერნატივა, იფიქრონ, აქ არ შეგვეშალოს, ყოველთვის ესე სწორეები, მართლები, მედიან იქ ტერიტორია დავკარგეთ, ისიც გავაკეთეთ და ეს ყოყლაჩინური ხმილის ხნევა, რომელიც ხელში არ გიჭირავს, ეს დარჩა ნაციონალური მოძრაობის. დანაშაულებთ ნაციონალურ მოძრაობას იმაში, რომ არ გვინდა რა, ეს დაადანაშაულებთ ომში, ვადანაშაულებ კი არა. ეს არაადეკვატური სიტყვა. კი არ ვადანაშაულებ. ეს არის შეცდომების მთელი ესეთი ასხმა, რომელმაც მიიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე. ეხლა ხელისუფლება ცდილობს, რომ იმ ჩიხიდან გამოვიდეს, რომელშიც შესულები ვართ და მათ შორის არის ეს ოლიმპიური თამაშები. ავყვეთ ეხლა იმას, იქ არ მივიდეთ, რას წავაგებთ, თქვენ ფინეთი ახსენეთ. ვის ახსოვს ფინეთი? და საერთოდ ერთი რამე სერიოზული თემა დაიმახსოვრეთ რა. ჩვენ რო ჩვენი ამ ფასეულობების, რაზედაც იმედია ერთი აზრი მაინც გვაქვს, შეიძლება სხვადასხვანაირად მოქმედებთ, მაგრამ აზრი მაინც ერთი გვაქვს. ჩვენ ამ ფასეულობებზე, ამ ფასეულობების დასაცავად თუ ვაკეთებთ ბოიკოტს, შეიძლება ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული და საშინელება იქნება, რომ ბოიკოტის გამოცხადება მოგვიწიოს. ეს იქნება ყველაზე ცუდი ვარიანტი. სწორედ აქეთკენ ხო არ გვიბიძგებენ და სწორედ ამ მაშველი რგოლივით რო გამოიყენა ნაციონალურმა მოძრაობამ ეს თემა, ეს ხო არ არის ჩადებული. ტყუილა არაფერი არ ხდება. ტყუილად არაფერი არ ხდება. ბატონო გზა, ისე არის, არა, მომისმინეთ ესე არ არის.
ეს საკითხები საერთოდ თლიანად ვეცადე კიდევაც იქნებ აი განვიხილოთ ერთად დავждეთ 3 საათი იყო ლაპარაკი ზურაბ აბაშიძე იყო მოწვეული კომიტეტში და კომისიას არც ერთი სიტყვა სწორი კითხვებიც იყო იქ დასმული ჩაუთვალოთ მათ შორის კომენტარებიც გაკეთდა მაგრამ არც ერთი სიტყვა საანალიზოთ აი საურთიერთოდ რომ რამე გაანალიზოთ დადო ვარი გამორიცხულია აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ჩვენ ვართ ძალიან სერიოზულ ეტაპზე ჩვენი ისტორიის და ამ სერიოზულ ეტაპზე შეცდომების დაშვება მხოლოდ იმის გამო რომ ერთი პოლიტიკური პარტია ხო გარდა მაგისა მეც არ ვცნობ თქვა მე ვიცი რომ მე მგონია ჩემ პირადი აზრია არა როგორც პოლიტიკოსის არა გეორგის პირადი აზრია რომ რუსთავი არის პოლიტიზირებული ძალიან სერიოზულად არ მოვიდე აქ როცა დამიწახე ეს პატარა მაგალითია ძალიან მიკრო მაგალითია და რუსეთს ადარებთ რუსთავიო სხვა თემაზე გადავიდეთ ბატონო გიორგი მე სხვა მასშტაბებზეა ლაპარაკი ბატონო გიორგი სხვაგან მასშტაბი სხვა არის რა შუაშია გიორგი კარგი სხვაგან გიორგი შეერლომს რო გადაუგდებ ადამიანს ის რო შეჭამს მე არ უნდა უძახო რომ ხედავთ ამ შეჭამა თურმე ლომა ის ადამიანი რო შეაგდებ იმაში გალიაში კარგი ბატონო გიორგი ჩვენა გალიაში გაგდეთ როგორ გონია სხვაგან წავიდეთ მინდა დავუკვირდე თემას ბატონო ნუგზარ საით უბიძგებს რუსეთი ქართულ ხელისუფლებას როგორ ფიქრობთ თქვენთვის განიხილება ის არგუმენტი რომ შეიძლება პოლიტიზებული საკმარისად არ არის ეს თემა და თუ ქართული მხარე არ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში მაშინ სწორედ ის მოახდენს ამ თემის საბოლოო პოლიტიზებას პირველ რიგში მინდა გამოეხმაურო აქ ნათქვამა სიტყვებს ჯერ ერთი ბატონ აბაშიძესთან შეხვედრის დროს მათ შორის სოჩის ოლიმპიადის თემაც განიხილებოდა ყოველ შემთხვევაში მე მას დაუსვი ასეთ შეკითხვა და მის ერთ-ერთი პასუხი იყო რომ აი კვლევების თანახმად ხალხის ნაწილი მხარს უჭერს სოჩის ოლიმპიადას და სხვა არგუმენტი საერთოდ არ ყოფილა მაშინ ხოლო რაც შეეხება იმას თუ რა მიღწევები გვაქვს ჩვენ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში და კერძოდ ამ ფორმატის შედეგად კარასინი აბაშიძის ფორმატის შედეგად თქვენ დამეთანხმებით რომ იქ გარდა ანსამბლების ურთიერთგაცვლისა საუბარი იყო რომ აი ჩვენი ღვინო ბევრი შედის ეს იყო ერთადერთი თითქოს და ხელშესახები რაც რუსეთთან აი ამ დათმობის შედეგად ჩვენ მივიღეთ ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ გუშინ უკვე გამოდიან და ამბობენ რომ ქართულ ღვინოს ემბარგო ექნება დადებული გამახარეს ესე იგი მე კი არ გამახარეს მე გამიხარდა ის რომ ქართულ გვეხს ექნებოდა შესაძლებლობა გაეყიდა თავის პროდუქცია მაგრამ ჩვენ ხო არ შეიძლება რომ ვიყოთ იმდენად ინფანტილურები რომ ვიფიქროთ რომ რუსეთი იქნება ისეთი რომ თავის პოლიტიკური ინტერესების გაუთვალისწინებლად გაყიდის ქართულ პროდუქციას ერთი რამ მინდა ვთქვა აქ ხშირად ისმის ხოლმე ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით აი ჩვენც პატრიოტები ვართ მე ნამდვილად არ გეჯიბრებით ახლა ბატონო შოთა არც პატრიოტიში და არც ქვეყნის სიყვარულში მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა საქართველოს არის პატარა ქვეყანა როცა ჩვენ ქვეყანას თავს დაესხა მტერი ერთადერთი ლამის გარდა ჩვენი ჯარისკაცების თავგანწირვისა, გარდა ჩვენი საზოგადოების დარაზმულობისა იყო მსოფლიო და მისგან ვითხოვდით ჩვენ ხარდაჭერას და დახმარებას. მისგან ვითხოვდით რომ რუსეთის წინააღმდეგ დამდგარიყო კედლად, რათა ჩვენზე თავდასხმა შეჩერებულიყო. სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე დღის წინ ლიტვას გამოუცხადეს ემბარგო და რატომ გამოუცხადეს ლიტვურ ძის პროდუქციას და სხვა პროდუქციას? გამოუცხადეს საქართველოს ხარდაჭერისათვის. ლიტვა მიიღო ეს ძალიან სერიოზული ეკონომიკური დარტყმა იმისათვის რომ საქართველოს არ ქონოდა პრობლემები და როგორ წარმოგიდგენიათ მოუნდებათ სხვა ქვეყნებს საქართველოს დახმარება როდესაც თვითონ ასეთ დარტყმებს იღებენ შენი გულისათვის და შენ იმდენი ღირსებაც კი აღარ დაგრჩენია რომ შენი დროშა არ გაატარო პუტინის წინაშე ამიტომ ვარ მე პრინციპულად წინააღმდეგი ამის და ამიტომ მგონია რომ მთელი საუბრები, მთელი გადატანები ახლა სოჩის ოლიმპიადაზე და სხვა საკითხებზე მიანიშნებს იმაზე რომ საქმე გვაქვს არა კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტზე არამედ საქმე გვაქვს სისტემურ კრახთან იმ პოლიტიკის რომელიც უკანასკნელ 1 წლის განმავლობაში ტარდება. აი ეს არის თავარი და ამის აღიარება არის თქვენთვის თავარი. მე ვფიქრობ დღეს თუ არ აღიარებთ, მაინც უახლოეს მომავალში ამის აღიარება თქვენს და ყველასაც მოგიწევთ, მაგრამ ნუ შესწირავთ ამას საქართველოს ეროვნულ დაგიბრუნდებით ერთი ზამ ბატონმა გიორგი
დიახ, გისმენთ. გამომორჩილი ადამიანი ვარ, მაგრამ ეხლა ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, რასაც მე აქ უყურებ, მე შემიძლია უკვე ალბათ წავიდე. ხო, აქ არის რაღაც ემბარგოებზე, ძველ პოლიტიკაზე, ახალზე ლაპარაკი. თუ ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ? ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, უნდა მიიღოს თუ არა ქართულ მხარემ მონაწილეობა სოჩის ოლიმპიადაში. ბატონმა გიორგი მახსენა ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენ სტუდიაში არიან და მე მინდა რამდენიმე მათგანს დავუსვა ეს შეკითხვა. მოკლედ რომ გვიპასუხოთ, რას ფიქრობთ თქვენ, უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს მონაწილეობა სოჩის ოლიმპიადაში? მოგესალმებით, მე ვარ ზურაბ ოლომბელაშვილი, ილიანის მესამე კურსის სამართლის სტუდენტი. პირველ რიგში მე არ ვეთანხმები იმას, რომ უნდა წავიდეს საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე და ჩამოვაყალიბებ თუ რატომ არ ვეთანხმები, რამოდენიმე მიზეზს მოვიყვან. პირველი მიზეზი ეს არის, რომ აფხაზი და ოსი ჟურნალისტები გაიარეს აკრედიტაცია და ისინი გამოდიან თავიანთი სახელით და გააკეთებენ რეპორტაჟებს. ახსენეთ, თქვენ ახსენეთ, რომ ეს დაზუსტებული არ არის, მაგრამ სიაში არიან. დაზუსტებული არ არის, მაგრამ ჩვენ ხო არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ეს ჟურნალისტები არ გამოვლენ. ანუ რაღაც ეჭვის ქვეშ დგას. ნუ ამბობთ, რაც არ არის, უკაცრავად, რა. ნუ ამბობ იმასაც, რომ არ არის დადასტურებული, ხო? მეორე არ იყოს. თვითონ უნდა წავიდეს ქართული დელეგაცია. ანუ არ უნდა წავიდეს, მაგას ვამბობ. არ უნდა წავიდეს და მიზეზებს ვაყალიბებ. პირველი მიზეზი ეს იყო და ეჭვის ქვეშ დგას ეს მიზეზი. მეორე ის არის, რომ ყოველდღიურად ხდება საზღვრის გადმოწევები სხვადასხვა სოფელში. დღეს გორის რაიონში ახსენეს, რომ გადმოიწია კიდევ საზღვარმა. მესამე ის არის, რომ ქართული დროშა არ უნდა გავატაროთ პუტინის წინაშე, რომელიც ჩაიბარებს ამ ოლიმპიადის გახსნას. მეოთხე ის, რომ მეჩირაღნე, რომელიც ვახსენეთ, რომელზეც არის საუბარი გასაგებია. არის საუბარი მაგაზე და ერთადერთი რაღაც დროა მორჩეს ეს პოლიტიკური კინკლაობა. მე აქ მოვედი მაგალითად იმის მოსასმენად, რომ მომესმენა ჯანსაღი მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა წავსულიყავით თუ არა და პროტესტის გაუჩნდა ბატონ საგენ, რომ ეს პოლიტიკური კინკლაობა მორჩეს. და ჩვენი მოვალეობა ყველასი, ასევე ხელისუფლების, ოპოზიციის და ასევე სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობა არის ის, რომ დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენი პროტესტი. ჩვენ თუ არ დავანახებთ ამ პროტესტს, საერთაშორისო საზოგადოება ხმას არ ამოიღებს ამ თემას. თხოვთ, შემდეგ. თხოვთ. პირველ რიგში მოგესალმებით. მე ვარ თავართგელაძის უნივერსიტეტიდან, შალვა ადუაშვილის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მე ვთვლი, რომ ქართული სპორტსმენები უნდა წავიდნენ სოჩის ოლიმპიადაზე. დავეთანხმები იმაში, რომ აქ არ იყო ჯანსაღი მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს ჩემი აზრია და ასე ვთვლი და რატომ უნდა წავიდნენ ჩვენი სპორტსმენები სოჩის ოლიმპიადაზე. უნდა გავმიჯნოთ პირველ რიგში სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვერ დავინახე დღეს მე აქ ეს გამიჯვნა. და რატომ უნდა წავიდნენ? უნდა წავიდნენ იმიტომ, რომ დაიცვან ჩვენი ღირსება იქ. ეს იმას არ ნიშნავს ჩვენი დროშა თუ ჩაივლის პუტინის წინაშე, რომ ჩვენ ამით დავმცირდებით ან რაიმე სხვა გამოიხატება ამაში. მე ვფიქრობ, რომ ამით პირიქით ჩვენ წარვდგებით იმ სოფლიოს წინაშე და უფრო ღირსულად გამოვჩნდებით. მადლობა. გთხოვთ. მოგესალმებით. მე გახლავართ სანდრო ხუნძაყიშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა სტუდენტებს და ახალგაზრდობას ვკითხოთ ამაზე აზრით წავიდეთ თუ არა და საბოლოოდ გადასაწყვეტია საბოლოოდ სპორტსმენების სწავლენ ისინი თუ არა ოლიმპიადაზე. ვფიქრობ, საბოლოო სიტყვა მათი უნდა იყოს. ჩემი სუბიექტური აზრი არის, რომ სოჩის ოლიმპიადაზე არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მოვიყვან უხეშ შედარებას და უხეშ მაგალითს. წარმოვიდგინოთ, რომ 2008 წელს ოლიმპიადა ჩატარებული იყო მაგალითად მოსკოვში. რამხელა პროტესტი მოყვებოდა მაშინ ჩვენი მხრიდან ამ ყველაფერს და რა შეიცვალა მას მერე? ახლა ტარდება ოლიმპიადა სოჭაში და ოკუპაცია ისევ გრძელდება. ანუ ირღვევა ისევ ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა. ირღვევა და მაშინ მოხდა ღია ინტერვენცია იყო ომი, მაგრამ ეს ოკუპაცია გრძელდება, ამას ეწოდება მცოცავი ოკუპაცია. დღითით გავკარგავთ ტერიტორიებს და ეს ძალიან სამწუხაროა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სოჭა არის ჩვენი ისტორიული მიწა და ესეც არ უნდა გვავიწყდებოდეს და კი და თუ შეიძლება დავამთავრებ, შეიძლება 20 და 40 წელიწადში ჩვენ მივიღოთ მოწვევა იგივე რუსეთისგან თუნდაც სოხუმის ან ცხინვალის ოლიმპიადაზე და ეს იქნება ძალიან შეუნაწყობელი, უფრო მეტად პრინციპულები უნდა ვიყოთ. მოგესალმებით, გიგა გვასალია, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი. პირადად ჩემი აზრი კითხვაზე თუ წავიდეს უნდა თუ არა საქართველოს ოლიმპიადაზე არის. არ უნდა წავიდეს, რადგან პირველი და უმთავრესი
რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტი. ამასთანავე თუ საქართველოს წავა სოჩის ოლიმპიადაზე, ჩვენ ლეგიტიმაციას მოვახდენთ ამ ტერიტორიების ოკუპაციის, რადგან რუსეთმა ახსენეს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიები შეიყვანა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და თუ ჩვენ ჩავედით და მივიღეთ მონაწილეობა იმ ოლიმპიადაში, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლოს ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის ან მოხსენიებული, ჩვენ ესე იგი ვაღიარებთ მათ დამოუკიდებლობას, რაც ჩემი აზრით დაუშვებელია და აქედან გამომდინარე არც ერთი სპორტსმენი არ უნდა წავიდეს და კიდევ ერთი რაღაც, ჩვენ დროულად უნდა გამოუცხადოთ ბოიკოტი აღნიშნულ ოლიმპიადას და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქემ უნდა დაიწყოს ფიქრი და ანუ განსჯა იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მეტმა სახელმწიფომ გამოუცხადოს ბოიკოტი აღნიშნულ ოლიმპიადას და პუტინმა არ მიიღოს საკუთარი ოცნებების ახდენა. მადლობა. ერთი კომენტარიც. გიორგი არწიანი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. ანუ სოჩის ოლიმპიადაზე წასვლა არ უნდა განვიხილოთ სამხრივად. ვერ განვიხილავთ ჩვენს პოლიტიკასა და სპორტს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რადგან ამ შემთხვევაში მით უმეტეს, როდესაც ოლიმპიადა ტარდება სოჩში, რუსეთის კუთვნილ ტერიტორიაზე, შეუძლებელია პოლიტიკისა და სპორტის სამხრივად ერთმანეთისგან გამიჯვნა. სოჩის ოლიმპიადაზე წასვლას ექნებოდა აზრი და შესაძლებელია გვეფიქრა წასვლაზე თუ ჩვენი ხელისუფლების მიერ არჩეულ ლიბერალურ საგარეო პოლიტიკასა და კონსტრუქციულ ურთიერთობას რუსეთთან ექნებოდა ადეკვატური გამოხმაურება. კარასინი აბაშიძის შეხვედრებმა მოგვცა ერთ-ერთი შედეგი, ეს არის ქართული ღვინის შესვლა რუსულ ბაზარზე, მაგრამ რამდენად არის ეს პრაგმატული და წინგადადგმული ნაბიჯი, ამაზე სხვა სასაუბრო თემაა, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი მანიპულაცია, რუსეთის მანიპულაციისა. რომ შევაჯამოთ გამომდინარე იქიდან რამ მოვლენებით ვითარდება დღეს ურთიერთობის ამ თითქმის ერთწლიანი ისტორიიდან გამომდინარე. საქართველოს სპორტსმენები არ უნდა წავიდნენ ოლიმპიური ანუ არ უნდა მივიღოს საქართველოს მონაწილეობა ოლიმპიურ კომიტეტში. არსებობს ვარაუდები, რომ შესაძლებელია დაიკისროს საქართველოს სანქციები და მაგრამ ძალიან ყველას ძალიან კარგად ახსოვს ალბათ დამწერ საზოგადოებას ჩვენს უფროსებს 1980 წლის რუსეთის ოლიმპიადა, სადაც დიახ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მაშინ ჩვენ კონსტრუქციული ურთიერთობიდან მივიღეთ მხოლოდ ერთი ატენტი. ეს არის გავლებული საზღვრები და აღმართული მასშტაბები დიდსა და დვანში. ამ ვითარებიდან გამომდინარე აზრი არ აქვს რუსეთში ჩატარებულ ბატონო გია. მოვიდა თქვენი ჯერიც. თუმცა თქვენ ახლა ბოლო კიდევ რამდენიმე სტუმართან უნდა მოვასწროთ საუბარი. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხისაზე? ისე რაც არ უნდა შევეცადოთ, მე ხო ყოველას მევესალმები ყოველას და უდიდესი პატივისცემით ვარ ყოველას მივართ, ბატონოში და თქვენს მივართ თქვენი ისტორიებიც, თქვენი ბიოგრაფია ბატონო გია. ყველა აბსოლუტურად ჩემთვის ძალიან ძვირფასები ხართ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი პირდაპირ, რაც არ უნდა ვეცადოთ დავაშორიშოროთ პოლიტიკა და სპორტი ამ შემთხვევაში არ გამოვა. თავიდან ბოლომდე პოლიტიკა და საერთოდ ოლიმპიური თამაშები იყო ყოველთვის პოლიტიკა. თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ ჩვენ ბევრ სტუმარს შორის დიდი უკმაყოფილება გახსოვს თავარი სტუმრების საუბარს, ვინაიდან ისინი პოლიტიკაზე გადავიდნენ. ხო, მაგრამ აი რა თქმა უნდა პოლიტიკა ეს მithumedet საერთაშორისო მასშტაბის ამოდენა ორგანიზება. წარმოდეთ ცირეკიძეს მოძრაობა ხო გახსოვთ? აი რომ დააგდო ეს რუსი რა ბედნიერი ვიყავი, იგი აჩვენებდა ჯორჯიას რო აჩვენებდა რა ბედნიერი ვიყავი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ეს ხო არაჩვეულებრივი იყო. ესე თვითონ რო პოლიტიკა პუტინმა ჩვენზე კარგად იცის და რა სიმბოლოთი გაათამაშა 140 ადამიანთან გამოკეკა ეს კოლელი და ჩვენი დამანგრეველი ხო რეალურად რა. და ჩემთვის კიდევ ერთი მაგარი ესე იგი სიმბოლური არ პოლიტიკური სიმბოლური აქტია ხო არ გაქვთ ზაჟიგალკა უკაცრავად რასეულობ შემთხვევით ხო არ გაქვთ ზაჟიგალკა აქ ისეთი სპეციალურად არა სპეციალურად ვამჟა ზაჟიგალკა სხვათა შორის არ გადავწყვათ არა აი ეს გაუჭირდათ ხედავთ ჩაუქრა და ანთეს ეს ჩირაღდანი ხო ძალიან ნიშანდობლივია რა აუცილებლად ამარცხდებიან ამაში იმიტომ რომ ვარიანტი არ არის შეიძლება არ გავიმარჯვოთ ეხლა ცოტა პათეტიკური გამოსვლა გამოდის მაგრამ მე მაინც გონია რომ ამ შემთხვევაში ჩვენ აქტიური ბოიკოტი არა ალბათ გაგვიჭირდება მაგრამ ბოიკოტი აუცილებელია თვითონ მოდიოდეს თვითონ აი
სპორტსმენებისგან. წარმოიდგინეთ, იგივე ელენესაგან რამოდენად არ უნდა იყოს მითითება ხელისუფლებისგან და არ უნდა იყოს ხელისუფლებისგან. ელენესაგან რომ მან თქვას უარი. იმიტომ ელენე მართა ლიდერია დღევანდელი ჩვენი ზამთრის სპორტისა და ფაქტია. თქვენთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა რომ ხელისუფლებამ თქვას ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ოლიმპიადაში, მაგრამ სპორტსმენები არ წავიდნენ. ხელისუფლება ასეთ ამ პოლიტიკურ პროფილს თამაშობს, ამას ახორციელებს. ეს არის მისი როლი. მე ჩემთვის ცოტა მიუღებელი რუსეთთან ასეთ ათფობა რა. ხაზგასმით ვამბობ. მე მხატვარი ვარ და ნამდვილად არ ვარ პოლიტიკოსი, ნამდვილად, მაგრამ თვითონ თუ კი ესენი აიღებენ თავის თავზე და ისინი პირველში ქართველები არიან. ქართველები არის და აიღებს ელენე, და ელენე ლიდერია ფაქტია, ხო? და ისი თვითონ აიღებს თავის თავზე, ეს იქნება ჩემი აზრით გმირი. იმიტომ რომ რეალურად და ეს უნდა იყოს ძალიან კარგად გახმაურებული, იმიტომ ჩვენ ვიყვიროთ ძალიან ხმამაღლა. ჩვენ ძალიან პატარაერი ვართ, შვილო. ძალიან პატარა ცისკნაერი ვართ, ძალიან ცოტა ვიყურებს და გვაქვს. ჩვენ ვიხმაურეთ ძალიან რომ ჩვენ გვიჭერს. ჩვენ გვართმევენ მიწებს, გვართმევენ ყველაფერს, გვინგრევენ ქვეყანას. ყოველდღე მიდის და მიდის ჩვენი ტერიტორიები და რა თქმა უნდა, ჩვენ ღირსებას გვინგრევენ, რაც ყოველთვის თავარია. ამიტომ ღირსების დაბრუნებისათვის აუცილებელია თვითონ სამოქალაქო გმირობა ჩვენი სპორტსმენების. თუმცა თუ არ ვწდები ასეთ შემთხვევაში უკვე სპორტსმენებს დაეკისრებათ ნამდვილად სანქციები. და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არ საქმეა ოფიციალურად იღებს მონაწილეობას, მაგრამ სპორტსმენები არ მიდიან შეჯიბრებაზე. ეს გაბერილი მომენტია, მაგრამ რეალურად ჩვენ ხო ყოველთვის გაჩავდით როგორც პიროვნებები. ჩვენ საქართველოს ხო ინდივიდუალიზმის ქვეყანაა, როგორც ერთი მაგარი მკვლევარი ამბობს ინგლისელის სხვა შორის, უპასუხისმგებლობა ინდივიდუალიზმის ქვეყანაა საქართველოს და მოდი ავიღოთ ჭყალებში ეს უპასუხისმგებლობა ინდივიდუალური და გადაწყვიტოთ ჩვენმა სპორტსმენებმა თვითონ, იმიტომ რომ არ ამგონია მათ ინდივიდუალური პატრიოტული შეგრძნება და განცდა არ ქონდეთ ძალიან ძლიერი. მე პირადად სპორტსმენი რო ვიყო, სამწუხაროდ არა ვარ სპორტსმენი ხო, რა არ წავიდოდი ნამდვილად. მადლობა ზაზა. ზაზა. თქვენ რას ფიქრობთ? აი ამ ბოლო ფაქტის შემდეგ მე მომხრე ვიყავი წასვლის მანამდე, ბოლო ფაქტის შემდეგ ძალიან სერიოზული მეჩირაკლის. რა თქმა უნდა, მეჩირაკლის. მაგრამ ამ შემთხვევაში აი ბატონმა გიამ ბოლოს რაც ბრძანა, შემდეგ დავფიქრდი ამაზე, რომ ეს ხომ სპეციალურად იყო გაკეთებული რაღაცისთვის. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვმართებს ანალიზი იმისა, რატო არის ეს გაკეთებული და სწორედ მაგიტო ხომ არა რომ საქართველოს უარი თქვას ამაზე. პიროვნული ჩემი რა თქმა უნდა არის სერიოზული პროტესტი და მეც სპორტსმენის იმაში ჩემი ინდივიდუალური გადაწყვეტილება იქნებოდა არ წასვლის. მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე ძალიან ხშირად მიდიოდა ისეთი თუნდაც ღირსების ხანდახან შემლახავი ნაბიჯების მიმართულებით იმისათვის რომ ქვეყანა გარკვეული პოლიტიკური კრიზისიდან გამოეყვანა. მე ვფიქრობ რომ ის სიტუაცია, როდესაც ჩვენ წინა ხელისუფლებას და რუსეთს შორის არანაირი დიალოგი არ იყო, რუსეთი ძალიან კომფორტულად ამყოფებდა და აწყობდა ესეთი სიტუაცია. ეხლა, როდესაც გარკვეული მიმართულებით რაღაცა შეიმჩნევა, ხო, ეს მე ვთვლი რომ დისკომფორტს უქმნის და შეიძლება სპეციალურადაც არის ეს გაკეთებული იმისათვის, რომ აი ეს რაღაცა მოძრაობა კიდევ უფრო ჩიხში შევიდეს. მე აი ამ პოლიტიკური იმაზე ნამდვილად არ მაქვს პასუხი, იმიტომ რომ არა ვარ პოლიტიკოსი და არასდროს მიცდია, მაგრამ რეალური სურათი აი აქეთკენ მიგვიბიძგებს, რომ ეს სპეციალურად არის გაკეთებული ნამდვილად. მადლობა ზაზა. ქალბატონო ირმა, თქვენ რას ფიქრობთ? მოგესალმებით ყველას. გინდათ თუ არა იხილოთ ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაზე? სამწუხაროდ მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ვერ ამბობს ესე უნდა წავიდეთ ან არ უნდა წავიდეთ. იმიტომ რომ ეს ჯერ მინდა მივესალმო ჩვენს სპორტსმენებს და ჩემი პოზიცია დავაფიქსირო რა აქვს მნიშვნელობა 4-ნი არიან თუ ოქროს მედლებს ველოდებით თუ 24-ია და ვერ ველო, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ესენი არიან სპორტსმენები და მე მათი ძალიან კარგად მესმის. მაგრამ მაინდამაინც მათაც ნუ მივანდობთ ბატონო გია, იმიტომ რომ ეს ძალიან ეს ქვეყნის სახელმწიფოს პრობლემა და უბრალოდ მე მიმაჩნია რომ ძალიან უნდა აბწონოს, სწორედ პოლიტიკოსებმა უნდა აწონონ ძალიან სკრუპულოზურად ყველა დადებითი და უარყოფითი რას მოიტანს ბოიკოტი, რას მოიტანს ჩვენ იქ წასვლა, რას მოიტანს არ წასვლა. მე ყოველთვის გამოვირჩეოდი ჩემი ასე ვთქვათ ზაზასი არ იყოს, მე მიმაჩნია რომ უნდა მიგვეღო მონაწილეობა და საერთოდ რუსეთთან და ყველა მეზობელთან კეთილი და არა ძალისმიერი ურთიერთობის მომხრე ვარ მე მუდამ. მაგრამ ამ ბოლომ რა თქმა უნდა ჩემდა სამწუხაროდ გულზე არ უნდა იქნას გადაწყვეტილება. ერთი და მეორე უნდა აღვნიშნო ჩემდა სამწუხაროდ რომ რაღაცებს უნდა გადავხედოთ, ალბათ რაღაცებს უნდა თავიდან გავიაზროთ და მე მივესალმები გუშინდელ ჩვენი მთავრობის და ჩვენი პარლამენტის და პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებს, რომ
თუ ეს იქნება ძალიან პოლიტიზებული, საერთოდ მიყავს უკვე რუსეთს, ალბათ ჩვენს მოგვიწერს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიერ. არ ვიცი რას მოგვიმზადებს. შეიძლება ისეთ უმძიმეს მდგომარეობის ჩავაგდოს, რომ პასუხი ვერ გავცეთ. რა საერთოდ და საერთოდ ვიყოთ უღირსებოერი დავჭეთ. თავიდან ეს ყველაფერი უნდა იყოს მიმდევრული და რაღაცა პრინციპების იმის, აი რაღაცაზე წავიდეთ, რაღაცაზე ერთი წლის თავზე ჩვენი მომღერლები მიდიოდნენ ევროვიზიაზე, ხო, მოსკოვში. რატომ მაშინ? და ერთ შეკითხვას მაინტერესებს მე. გულწრფელი პასუხი. რომ მოხდას ასეთი სასწაული, რომელზეც ყველა გულშემატკივარი ოცნებობთ და საქართველოს ნაკრებმა საგზური მოიპოვოს სოფლიო ჩემპიონატზე. უნდა წავიდეთ თუ არა? ხო, ეხლა ზამთრის ოლიმპიადაზე ცოტა ადვილია საუბარი. აი გავცეთ პასუხი ყველამ ჩვენს. მადლობა. არა, ნუ რუსეთი ეხლა. მარტო ეს მეჩი რაგდნენ ხო არის, არამხელმა ქვეყანამ დაგვიბობა. მადლობა ზაზო. სიმბოლოები თამაშობენ და სიმბოლოები. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხში? და თავში გიტყავს ღირსებას კი ფუჭებს და გინგრევს. გისმენთ. ცალსახად, მე ვთვლი რომ ცალსახად საქართველოს სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს ოლიმპიადაში მონაწილეობა. ეს რაც უნდა გვინდოდეს და ვილაპარაკოთ და ეს რაღაცა მეამეტური დამოკიდებულება გქონდეს რომ სპორტია და პოლიტიკა განსხვავებულია ერთმანეთისგან არ არის გადახლართული. მით უმეტეს ოლიმპიადაზე როცა ვსაუბრობთ, სადაც ქვეყანა ღებულობს მონაწილეობას, ქვეყანა სახელმწიფო წარადგენს, აგზავნის თავის მონაწილეებს, იქ გაგანია ომში, როდესაც ომი გაქვს შენ სახელმწიფოსთან, კონკრეტულად რუსეთის ფედერაციასთან და ეხლაც ომია. ომი არ არის აუცილებლად ქვემეხები ისროდნენ. ომია, მოდის ჯარისკაცი მოდის, ჯარისკაცი აგებს საზღვარს. ჯარისკაცი შენ ხელოვნურად თავის ხელით ანგრევინებს შენს მოქალაქეს სახლს, აძევებს შენი ტერიტორიიდან. ეს არის ომი. ჩვენ რაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, ვილაპარაკოთ რომ რაღაც კულტურული ისინი აღვადგინოთ გაგანია ომში. სპორტული ურთიერთობები აღვადგინოთ და ამით დავათფოთ ჩვენი მტერი. რა ვიცი, ისტორია, ოდრამაინც ისტორია თუ ვინმე მიცის, მე მგონი ასეთი რაღაცა მაიმუნური თამაშებით ომს ვერ იგებ. ომს იგებ კონკრეტული ომის წესებით. ჩვენ ვართ ომში. ეს არის ომი. ომი დამყრობელ ქვეყანაში შენი ქვეყანა, სახელმწიფო არ უნდა ღებულობდეს დამყრობელი ქვეყნის მიერ მოწყობილ ოლიმპიური კომიტეტი არის ორგანიზატორი სხვადასხვა ქვეყნებში ატარებს. ხო, ეხლა კონკრეტულად არის დამყრობელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ესო, დიახ. რაც შეეხება თვითონ ინდივიდუალურად სპორტსმენებს, ეს მათი გადასაწყვეტია. მე როგორც ვიცი, ინდივიდუალურადაც შეუძლია სპორტსმენს მიიღოს მონაწილეობა თუ ასეთი ნიჭის პატრონია და მაინდამაინც უნდა გაიმარჯვოს და პირველი ადგილი, თუნდაც ისე თვითონ თავის კარიერისთვის მიიღოს, ვინ უშლის ხელს, მიეხმარეთ ბატონებო, სახელმწიფოს ეხლა ვინც ხართ სახელმწიფოს სათამაშო, მიეხმარეთ იმ ინდივიდუალურ სპორტსმენმა თავის გამოავლინოს ქვეყანამ. ასეთი შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ არ უნდა იყოს. მადლობა სპორტსმენების სახელით ბატონ გიორგის შეუძლია აგრეთვე ისაუბროს პარალიმპიური კომიტეტის დამფუძნებელს, როგორ უნდა მოიქცნენ სპორტსმენები ასეთ შემთხვევაში. მე მინდა რომ შეხსენებით დავიწყო ყოველი ოლიმპიური თამაშები როგორც ზამთრის ისე ზაფხულის მისი დამთავრების შემდეგ იმართება პარაოლიმპიური თამაშები. ეს არის იგივე ოლიმპიადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და დღევანდელი მონაცემებით როგორც ჩემთვის ცნობილია, მე მართალი ერთ წელი არ ვიღებ უკვე მონაწილეობას კომიტეტის მართვაში, თუმცა ჩემთვის ცნობილია რომ დღეს მდგომარეობით არც ერთი პარასპორტსმენი ზამთრის სახეობაში არ ყავს და ამ მიმართულებით უფრო იულად არის საქმე და ეს დილემა არ დგას წასვლა არ წასვლის შესახებ პარაოლიმპიურ თამაშებზე. მე მინდა რომ ერთი ფაქტი გავიხსენო. პირველად ჩვენმა ქვეყანამ პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ზუსტად 2008 წელს მივიღეთ პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებში. მაშინ აგვისტოს ომიდან თვეც არ იყო გასული, როდესაც ჩვენ ძალიან პატარა მოგზაურებული დელეგაციით მოგვიწია პეკინში გამგზავრება. მე ეს არსად არ მიხსენები, ალბათ ახლა პირველად ვახსენებ გარკვეულ ინციდენტებს ძალიან მცირე სახეს მაინც ჰქონდა რუსეთის დელეგაციასთან. არანაირად სპორტსმენებთან, არანაირად მწვრთნელებთან, იქ რამოდენიმე ადამიანთან მოხდა უსიამოვნო საუბრები. 2014 წელს რა უნდა მოხდეს? 2014 წელს მე ვფიქრობ თუ სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში, ჩემი რჩევა და ალბათ პირველ რიგში თხოვნა იქნება თითოეული დელეგაციის წევრისადმი, როგორც ჩვენ 2008 წელს მოახერხეთ და მაშინ დაგვეხმარნენ სხვათა შორის რუსეთის დელეგაციაში შემავალი ეთნიკურად ქართველი სპორტსმენები და მწვრთნელები
მწვრთნელები, აქაც უნდა მოხერხდეს მაქსიმალურად თავი შევიკავოთ, მაქსიმალურად არ ავყოთ იმ პროვოკაციებს, რაზეც აქ დამსწრე საზოგადოება ერთხმად თანხმდებით, რომ ეს აუცილებლად იქნება, რადგან ოლიმპიური თამაშების თქვენ თვლით, რომ აქ აქვს ადგილი პროვოკაციებს. რატომ მივდივართ მაშინ საერთოდ ოლიმპიადაზე, თუ იქ კიდევ დამატებითი პროვოკაციები ეს გადასაწყვეტი ჩემის აზრით მოგახსენებთ, ეს არ არის ცალკე არც მინისტრის, არც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ეს არის მთლიანად ქვეყნის და მთავრობის გადასაწყვეტი პირველ რიგში და თუ ასეთი გადაწყვეტილება სპორტსმენები უნდა დაემორჩილონ. უნდა დაემორჩილონ. დიდი მადლობა. პოლიტიზირებულია? თუ ანუ პოლიტიკა ჩართულია, ხო, ესე იგი სპორტში? ძირითადად ნაწილი ჩვენი სტუმრების ზეგრო გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და კიდე 4 გადაწყვეტილებას მიიღებენ. თქვას რომ ჩვენ ბოიკოტს უცხადებთ. ზედმეტად გაგვაღიზიანა რუსეთს, ზედმეტად შეურაცხყოფ მოგვახენა და ბოიკოტს უცხადებთ. რას აკეთებთ? ოლიმპიური კომიტეტი რა შვება ამ დროს? რას ამბობს, რომ უნდა წავიდეთ, თუ არ უნდა წავიდეთ? მაინტერესებს უნდა ბოლო რეპლიკა და ჩვენ უკვე უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემის დროის წურება. ისმენთ ბატონო გუჯა. ოლიმპიური კომიტეტი ახსენებს. 1 წუთი. ალბათ აუდიტორიისთვის და ჩვენი მაყურებლისთვისაც საინტერესოა, ხო, რას ფიქრობს ოლიმპიური კომიტეტი. თუმცა ამ თემაზე ამ დღეებში იმდენი საუბრები გაემართა და მე ცოტა უხერხულადაც კი ვგრძნობ თავს, რამდენიმე ეთერში მომიწია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მე ვიცი, რომ ამ თემის გადაცემას ბევრი მაყურებელი მოყურებს. უბრალოდ ოლიმპიური კომიტეტი არის იმისთვის არსებობს. ხო, ეხლა ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ხანდახან უნდა გავიმეოროთ, რომ მოამზადოს სპორტსმენები და გააგზავნოს ოლიმპიურ თამაშებზე. ამიტომ იმ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც რაღაც კითხვები უჩნდება ოლიმპიური კომიტეტის 2 მაისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ამაზე უნდა დაფიქრდეს. ეხლა ამ საუბარში ისეთი აზრი იკვეთება, თითქოს აი გარედან მსმენელმა ამას აი ნეიტრალურმა ადამიანმა რო შეხვდეს, თითქოს სოჩის ოლიმპიადით იწყება და მთავრდება ყველაფერი და ამ ოლიმპიადას უნდა ავკიდოთ მთელი რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის 200 წლიანი ისტორია და ის პრობლემები, რაც ამ ისტორიას ახლავს. ეს პატარა დეტალი, სადაც შენ თავი უნდა გამოვაჩინო. უპირისპირებთ ან ერთსა და მეორეს. მე რა თქმა უნდა მესმის, ხო, ესეთი მიამეტიც არა ვარ, რომ რა თქმა უნდა პოლიტიკა ამ ამბავში მონაწილეობს. და კითხვა, რომელიც ახლა დაისვა, რა თქმა უნდა არ არის რიტორიკული, თუ სახელმწიფო პოლიტიკა იქნება ესეთი და თუ ესეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ პარლამენტიც ამ აზრზე დადგება და მე ვიცი, რომ საზოგადოების აზრით იცვლება, ბუნებრივია ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, პირდაპირ ვალდებულება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან. თავარი ვალდებულება არის, რომ ჩვენ უნდა წავადგინოთ ჩვენი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე. სანქცია სხვადასხვანაირი, ახლა არ ვიმარჩიელოთ, კაცმა არ იცის რა მოხდება და ვერავინ და გარანტიას ვერ მოხსებს, რა შეიძლება იყოს და რაღაცა რომ მოხდეს, მე ვინაგებს ამაზე პასუხს, ხო? ჩვენ გვაქვს დიდი ოლიმპიური პერსპექტივები, გვაქვს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, თბილისში ტარდება 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალი. ეხლა წარმოიდგინეთ ეს რაღაც ისეთი იმაში ეს ბოიკოტი არის სიტყვა, რომელზედაც აჟღჟოლებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. მით უმეტეს არის ახალი ხელმძღვანელობა. ისინი ამას ყველაფერს მე თქვი და კიდევ ერთხელ გამიმეორებ, ძალიან განიცდიან ამ ყველაფერს და ჩვენ სახელმწიფო რა შვება. ოფიციალურმა პირებმა ოლიმპიური კომიტეტი ერთია. ისე სახელმწიფო რა შვება. სად არის სახელმწიფოს ქვეყნის სახელმწიფოს ღირსება ამ შემთხვევაში. რა შვება ოლიმპიურ კომიტეტებს შორის ურთიერთობა. გასაგებია, დიდი მადლობა საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საზოგადოების აზრი ამ თავარი, რომლის გამოხატვას შევეცადეთ. მიახდა უნდა დავუბრუნდეთ. როგორც მოქალაქე ვიტყვი უბრალოდ ჩემ პოზიციას ერთ. მე არა ვარ ამ ხელისუფლების ამორჩეველი და არც ხომ მიმიცია, მაგრამ გუშინწი, როდესაც მოვისმინე ჩვენი ხელისუფლების და ვეთანხმები ლადოს, ჩვენი ხელისუფლებაა ეს. დიახ. თქვენი პრეზიდენტიო ვერ დაგეთანხმებით. ჩვენი ხელისუფლება, ჩემი პრემიერ-მინისტრია, მათი პოზიცია, რომ დავინახე, რომ გამოჩნდა ღირსეული ნაბიჯის საქციელი, მე ამაყი ვიყავი. ამ ხელისუფლებას ვისაც არ მივეცი ხმა, ეს არის მოქალაქის პოზიცია. მე ისეთი ხელისუფლება და ქვეყანა მჭირდება, რითიც ვიამაყებ. თუნდაც საერთაშორისო ურთიერთობებში, თუნდაც მოქალაქეებთან. დიდი მადლობა. გადაწყვეტილება მიიღოს, რომ თუმცა ბოლომდე ვერ ითქვა და მაინც ბოლომდე დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ სტუმრებს უკვე ბოლო რეპლიკებით და უნდა დავასრულოთ გადაცემა. ბატონო ლევან, გისმენთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საზოგადოებრივი და ქართველი ხალხის აზრი. რა თქმა უნდა, აქ წარმოვადგენთ იმ მცირე ნაწილს საზოგადოებისას, რომელსაც გაგვაჩნია სხვადასხვა აზრი. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივყვეთ იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ მივყვებით, თანმიმდევრ პოლიტიკას კიდე განმეორდები და ეს ამან არ უნდა მოგცეს საშუალება, რომ ჩაგვითრიონ იმ უკაცრავად ჭაობში, რომელშიც ჩათრეულები ვიყავით. ამიტომ
კიდევ ერთხელ განმეორდები, ჩვენი პოზიცია, პიროვნული პოზიცია, რა თქმა უნდა, ყველა თანხმდებით რომ არის ერთი, მაგრამ სახელმწიფოებრივი მიდგომა არის სხვა. სახელმწიფოებრივი მიდგომა დღეს საქართველოს ქვეყანას, საქართველოს როგორც ქვეყანას არ ჭირდება და არ შეიძლება უნდოდეს რაღაც რყევები, რომელიც შეანძღრევს თლიანობაში, ხო? როცა ჩვენ დგევართ იგივე არჩევნების წინაშე, იგივე იმ ლიტვის სამიტის წინაშე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გარდამტეხია ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? მე არა ვარ პოლიტიკოსი და რა თქმა უნდა ვერ გავაკეთებ იმ განცხადებებს, მაგრამ რახან მიჭირავს ის პოზიცია, რომელიც მიჭირავს ახლა დღევანდელ დღეს მაძლევს იმის უფლებას, რომ თქვა ის პოლიტიკური განცხადებებით და უთხრა საზოგადოებას, რომ ეს ბოიკოტის გამოცხადება არ არის ის იარაღი, რომელიც ჩვენ მოგვიტანს წარმატებას, პოლიტიკურად წარმატებას რუსეთთან. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ გააჩნია რა თქმა უნდა, როგორი გავრცელება მოყვება, ადეკვატური ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს არ არის იმის და მიხედვით უნდა მოხდეს რეაქცია, რა ნაბიჯები ჩვენ ნაბიჯი გადავდით, ჩვენ რეაქცია გავაკეთეთ, ჩვენ საზოგადოებად, საერთაშორისო საზოგადოებას მივაწოდეთ ჩვენი ხმა და შესაბამისად რეაგირებას ველოდებით. ველოდებით რეაგირებას იმ ადეკვატური, რომელიც თქვა აფხაზეთის და ოსეთის აკრედიტაციას ეხება, ველოდებით ადეკვატურ პასუხს. აქ რა თქმა უნდა ეს არ გაჩერდება, ვიცით ილუზია არ გჭირს, მაგრამ ამის შესაბამისად უნდა იმოქმედოს მთავრობა, იმოქმედოს ჩვენი ხალხის საკეთილდღეობა. ეს არის მთავარი. ეს შეცდომები არ დაუშვათ, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა. დიდი მადლობა სპორტის მინისტრს, ყოფილ კულტურისა და სპორტის მინისტრთან გადავალ ბატონ ნიკა. თქვენი შეფასება როგორ იყო იმ აზრის შემდეგ, რომელიც აქ ძალიან მომწონს, რომ ეს დებატი მიდის, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგი რომ ეს დებატი მიდის, იმიტომ რომ მით უმეტეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ არის, ორივე მხარის არგუმენტებს მაყურებელი მე მგონი კარგად დაინახავს. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის და ნუ დავაკისრებთ ამას სპორტსმენებს, პასუხისმგებლობა მათ აქვს სამოქალაქო და ეს არის ბევრად უფრო პრინციპში მცირე, ვიდრე ის პასუხისმგებლობა, რაც აქვს სახელმწიფოს, ანუ მის მთავრობას, დღევანდელ მთავრობას. ჩემი აზრით, კარგად უნდა დავინახოთ დიდი სურათი. პუტინი რას აკეთებს? აი ზაზამ თუ არ მეშლება ძალიან კარგი რამე თქვა. რისთვის არის ეს გაკეთებული? აი ნეჩაევის ინციდენტი. ეს ხომ შემთხვევითობა ნამდვილად არ არის. 120 მილიონი ადამიანი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ამოარჩიეს ერთი სამხედრო დამნაშავე, რომელსაც ჩვენ ვთვლით სამხედრო დამნაშავედ, ვინც ბომბავდა მშვიდობიან გორს ომის დროს, არასამართლიანი ომის დროს, ოკუპაციური სამხედრო ოპერაციის დროს ჩვენ წინააღმდეგ და ჩაუყენა ეს სამშვიდობო თამაშებს მეჩირაღდნეთ პუტინმა. ამ წუთას მართალია შემთხვევითი არ არის და აქ ცუდი არჩევანის წინაშე დაგვაყენა ჩვენმა მასპინძელმა ქვეყანამ, ასევე ოკუპანტმა ქვეყანამ. უნდა გადავყლაპოთ, თვალი დავხუჭოთ ეს და წავიდეთ მაინც ამ ოლიმპიადაზე თუ გავაკეთოთ კონკრეტული რეაგირება, ღირსეული რეაგირება და გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ჩვენი გრძელვადიანი არასპორტული, არამედ პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესებისთვის. ეხლა არ ვიცი, ძალიან მარტივი მაგალითის მოყვანა მინდა გავიხსენოთ გოლანის სიმაღლეები ისრაელის და ვთქვათ ღაზას სექტორი, რომელიც აფხაზეთთან შედარებით ძალიან პატარაა ტერიტორიულად. რამდენი 10 წლეულია ისრაელი ამ მიწას კბილებით იცავს. ჩვენ და არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება გავანიავოთ ის, პოლიტიკურად გავანიავოთ ის, რაც არ გვეკუთვნის ჩვენ, ერს ეკუთვნის. ტერიტორიაზე ესე ადვილად და როცა ტერიტორიულ საქმეს ეხება, ესე ადვილად გადაწყვეტილების მიღება არ შეგვიძლია. პუტინი ამას აკეთებს, იმიტომ რომ გაათეთროს თავის საქციელით, სამხედრო ოკუპაცია აქციოს მსოფლიოს თვალში ლეგიტიმურ საქციელად და გვეუბნება ჩვენ ქართველებს, რომ აი ესეა ძმებო. თუ გინდათ ამ პირობებში მონაწილეობა, მოდით. სხვა პირობებზე მე თანახმა არა ვარ. მე გელაპარაკებით ბოდიში დავამთავრეთ. დიახ, დაამთავრეთ. მე გელაპარაკებით აი ამ ჩარჩოებში. შემოხვალთ აქა, შემოდით. არ შემოხვალთ, კარგად იყავით. ჩემი აზრით ჩვენ არანაირად არ უნდა ავჩქარდეთ, უნდა მივიღოთ ყველაზე პრაგმატული და მშვიდი გადაწყვეტილება, მაგრამ მშვიდი გადაწყვეტილება ყოველთვის უნდა იყოს პრინციპული. და პრინციპული არის ის, რომ ოკუპანტთან არ შეიძლება თავი მოვიტყუოთ და შევიდეთ ყალბ ფარისეულურ ურთიერთობაში მეგობრობის, რომელიც სინამდვილეში არაფერს არ ეკუთვნის. თქვენ თვლით, რომ ჩვენ არ უნდა შევიდეთ რუსეთის მიერ დაგენილ ჩარჩოებში. ბატონ გიორგი.
ისევ ახალგაზრდებს მინდა მიმართო, ფიქრობ, რომ მათაც წერილობითაც გამოხატეს თავიანთი აზრი. არა, რაც აზრის საწინააღმდეგო არა მაქვს. ყოველთვის ნებისმიერ პრობლემას მით უმეტეს თქვენ ქვეყნის წინაშე რაც დადგება, არასდროს ცალსახად არ შეხედოთ და მრავალი კუთხით გაანალიზეთ და არც იფიქროთ, რომ ოლიმპიური კომიტეტის ან ოლიმპიურ სისტემაში მონაწილეობა ან მონაწილეობის გამო ძალიან სერიოზული უფროსი ხალხი, პოლიტიკური ხელისუფლება, ევროკავშირის იქნება ამერიკის თუ სხვა მრავალი ქვეყნის მსოფლიოში იმით განსაზღვრავს საქართველოსთან დამოკიდებულებას, რომ მან თითქოს და ამ ოლიმპიადაში მონაწილეობით დაუთმო ისედაც შეცვლის თავის პოლიტიკურ აზრს. ნაგინად ბიჭებო, ხო თქვენ შეგაქვთ იქ ხვინო და მაშინ ვიცით რა თქვენ რუსეთის ყოფილი ესეთი მეამეტური ფიქრი არც გაივლოთ თავში, მეტი იკითხეთ, სიტუაცია შეაფასეთ 2008 წლამდე მდგომარეობა შეაფასეთ და ხმათ უფრო სად იყოს შეცდომა დაშვებული, რომელიც შეიძლება გამოსწორდეს, რომელიც შეიძლება ვერ გამოსწორდეს რაღაც კონკრეტული საქციელით. აი მე ვთქვი, რომ ახლა ამ წუთში მოვდივარ რაღაც შეხვედრიდან. შუა დღეზე შეხვედრა მქონდა. აბსოლუტურად ცალსახად, არაავორაზროვნად. ყოველგვარი ოლიმპიადების გარეშე არსებობს ძალიან სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა და არ მინდოდა მეთქვა, არ ვიცი, ფიქრობ, მეთქვა თუ არ მეთქვა. გვეუბნება აბსოლუტურად ყველა მოლოდინშია იმისი, რომ ვილნიუსის სამიტი გადაწყვეტს ძალიან ბევრ პრობლემას, რომელიც უფრო მძლავრად ამოქმედებს პოლიტიკური დაცვის მექანიზმს. ამას საფრთხე არ შეუქმნათ, თუნდაც ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებით. დიდი მადლობა. ბოლო დაუსრულებლად შეიძლება ამაზე საუბარი გავაგრძელოთ. მე ვეღარ მოგწევ მაპატიეთ სიტყვას. ხო, მე მაიმუნობას არ უშვებ. ვერ გავიგე. აი მაიმუნობა თქვით თქვენ რა, თქვენ რაც მაიმუნობა გონიათ, მე მგონია რომ საპირისპირო არის მაიმუნობა. სპეკულაციები არ შეიძლება ამ დროს პოლიტიკური. აი ამაში გეთანხმებით. ამ ნაწილში გეთანხმებით და თან სერიოზულად გეთანხმებით. დიდი მადლობა. მეტად ვიდრე თქვენ გონიათ. შეიძლება. მადლობა. ნუღარ შევალთ დისკუსიაში, იმიტომ რომ ეს დაუსრულებლად გაგრძელდება. გასაგებია. გასაგებია ბატონო გიორგი. ეგ ვიდრე დიდი გლობალური პოლიტიკური პროცესია, რომელიც სირიაში მიდის, რომელიც ერაყში მიდის, ირანში მიდის. დიდი მადლობა. ერთ კითხვა მაქვს. ხო შეიძლება მართლა კიდევ ისეთ ალბათ გააკეთებენ, რომ თვითონ თავრობა მიიღოს გააწყვეტილება, რომ ვერ წავოს, ხო? და ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამისთვის და მეორე ვარიანტს გეუბნებით. სპორტსმენებმა განაცხადეს, რომ არ მივდივართ. ხო არის ესეთი ვარიანტი. ამიტომ ამაზე ახლა ჩვენ აქ იმიტომ კი არ უნდა შევყრებოდეთ, თქვენ დაგეწყოთ ეს იქ რატო იყავი, აქ რატო. ნახოთ ფსიქოლოგიური ზეწოლა თქვენი მხრიდან სპორტსმენებზე. არ არის ეს სწორი. ბატონო გია რაც ბძანა, რასაც თქვენი ძახით, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა სპორტსმენებზე. ელემენტარულად რა. არა, სპორტსმენებზე ფსიქოლოგიური. დიდი მადლობა. მე ბატონო და პრინციპულობა ცოტა სხვაგან ბატონო გზა. გისმენთ და უნდა დავასრულოთ. გისმენთ ბატონო გზა, გისმენთ ბოლო რეპლიკა და ალბათ ლაიტმოტივი ჩვენი ოპონენტების გამოსვლებში ლაიტმოტივად გასდევდა მთელმად გამოსვლებს 2008 წელი, აი შეგვათრიეთ სადღაც პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ და ამ შემდეგ. და აგრეთვე მოწოდება, რომ რაღაცა უფრო კარგად გავიცნოთ ჩვენი ახალი ისტორია. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, დამოუკიდებლობის შემდეგ, ყავდა დიამეტრალურად განსხვავებული სახელმწიფო ლიდერები. ზვიად გამსახურდია თავისი მკვეთრად გამოხატული ეროვნული პოზიციით, ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ამბობდა, რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდის, მიხეილ სააკაშვილი, როგორც თქვენ მიიჩნევთ, ხისტი პოზიციით, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აქვს პოზიცია, რომ ჩვენ არ უნდა უკიჟინოთ რუსეთს და საქართველოს პრობლემა არ უნდა გახდეს თავისუფალ სამყაროსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. და საინტერესო ის არის, რომ ოთხივე ამ ლიდერის მიუხედავად, მათი განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, არასოდეს რუსეთის პოზიცია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ არ შეცვლილა. ძალიან საინტერესო დეტალს გეტყვით. საქართველოს პარლამენტში დაახლოებით 3 თვის წინ ჩვენმა კოლეგებმა შემოიტანეს კანონი ბატონმა ზაქარიაშვილის უწყებამ, რომ ოკუპაციის კანონის შერბილებასთან დაკავშირებით. და
ამაზე იცით რომ მოეწყო ჩვენ ძალიან წინააღმდეგები ვიყავით რომ არ შერბილებულიყო ეს კანონი ჩვენი ოპონენტები კი თuliდნენ რომ აი უნდა შერბილდეს კანონი და ძალიან საინტერესო იყო თვით ამ კანონის განხილვის დროს რუსებმა დაიწყეს მავთულხლართების გაბმა ასე რომ თუ მე იმის თქმა მინდა რომ თუ ჩვენ რაღაცნაირად დავანახებთ იცი რა ჩვენ უფრო მეც დაგითმობთ კიდევ დაგითმობთ ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს რომ ვინ ჩვენს თანამემამულეებს ხოცავდა ის ყავთ თავარ მეჩირაღდნენ ამით რუსეთის პოზიცია არ შეიცვლება ამით საქართველოს ინტერესები დაცული არ იქნება ჩვენ ვერაფერს აქედან ვერ მოვიგებთ ერთ-ერთი რასაც დავკარგავთ ეს იქნება ღირსება და ამავე დროს მინდა სპორტსმენებს უთხრა აი მაგალითად ბატონი შოთას გამარჯვება მონრეალში თუ არ ვწდები 12 წლის ვიყავით დღევანდელ დღესავით მახსოვს მოსკოვში დღევანდელ დღესავით მახსოვს 10 თუ 12 წლის ბავშვი ვიყავ ეს ასე არ არის რომ ჩვენ თქვენი გამარჯვებები არ გვახსოვს ან არ გვიხარია ეს გამარჯვებები მართლა ბედნიერება არის ეს რომ ასეთი წარმატებები ქონია ჩვენ სპორტსმენებს და მომავალშიც ექნებათ და ამიტომ მე ვარ სოლიდარული აი ვახოსადმი რომელმაც თქვა სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა რაც შეეხება სპორტსმენებს ეს არის მათი გადაწყვეტილება და მათი ეს არის მორალის მხარე და არასოდეს არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება რომ რაღაც ვიღაცის მორალზე დამეწყო ლაპარაკი მათ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება მაგრამ ქართული სახელმწიფო ქართული დროშა ქართველების მკვლელის წინ არ გაივლის და აუცილებლად მაგას ვნახავთ დიდი მადლობა ჩვენს ყველა სტუმარს მოგზაურობისთვის დიდი მადლობა დარბას არჩევანი ამით დასრულებულია ჩვენ დავბრუნდებით მომდევნო სამშაბათს დიდი მადლობა ყველას